ღვინობისთვის დასაწყისში დაიძრნენ ტყის სადგომიდან მეფიონ ელჩიონნი. ახლა უკვე ღიად და ზეიმ-ზეიმით მოდიოდნენ. კახთ ბატონსა და მის მრავალ მრიცხოვან სტუმრებს ყველგან დიდი სიხარული და პურმარილით ხვდებოდნენ. ტყიამთას რომ გამოსცნენ და ალაზნის ველს გადმოადგნენ, რუსთ ელჩები სულ მოიხიბლნენ სანახაობით. ალექსანდრე მეფემ განგებ შეაჩერა ცხენი, იცოდა შორიდან ალაზნის ველის ხილვის ჯადო ძალა. როდიომ ბირკინს წვერების სწორება უყვარდა. წარბი გაშლოდა, ზოლფერადებად ჩაყოლებულ ბაღვენახებს, საყანეებს, ატეხილ ჭალებს უხმოდ დამზერდა და გულ ხალვათობა უნებურად ეუფლებოდა. პივოვი უფრო აღფრთოვანებული და ღია ხასიათისა იყო. იგი ხშირად ვერც ფარავდა სიამ უამურობის გრძნობას. აი სამოთხე სადა ყოფილა. ერთი ჩვენ დიდ ხელმწიფეს ცალი-თვალით გადმოახედა, რა მარგალიტი ემატება მის მონომახის ქუდ გვირგვინს? და ეს ყველაფერი ყურძენიაო? ხელებს შლიდა პოლუხანოვი. მე დავთრე განსაკუთრებით მოხიბლა სუფრაზე ხშირ-ხშირად მორთმეულმა ხილმა, ხოლო ხილთა შორის ყურძენმა. და ახლა ყველგან ვენახი ელანდებოდა. დახე, ჩვენ კი ვიძახდით თერგსა და ქედსიქით ქვეყანა არაფრად ვარგებულაო. აბა ვინ იცოდა? აბა ვინ? არავინ? დანილო რუსინი და მათე ნოგირინი კი ამბობდნენ, მაგრამ ვის სჯეროდა? უდასტურებდა პივოვი. სჯეროდა, ჯიუტა და ხმიანდა ბირკინი. აბა ვის? დიდ ბოიარინს, მეფის ცოლის ძმას, ბორის გოდუნოვს. მართალია. კიდევაც იმიტომ ასეთი დიდი ელჩობა. რუსები დადუმდნენ და ჩუმად განაგრძეს გზა. მაგრამ მალე პივოვი ისე აღელდა, როდესაც პირველ ვენახს წაადგნენ და რუსებმა ვასფოთოლნარში ქარვა ჩადგმული მტევნები შენიშნეს. მართლაც აქ იზრდება თურმე. მე კი ინდოეთიდან შემოტანილი მეგონა. დახე სტეფანე, შენი საყვარელი. პოლუხანოვმა კი ცხენი ზედ მიაყენა ღობეს. ღმერთო ჩემო, როგორია და რამდენია? ხელები გაშალა და ღობეზე გადაიფარჩხა, მაგრამ პირველ ელჩის წარბის გადაქნევამ უმალ შუაგზაზე გამოაგდო წესის დამრღვევი. რუსთ ხელმწიფის ელჩს არასოდეს არაფერი არ უნდა უგვირდეს. ხჯუთ ჩაუჩუმათა, ხოლო პირზე საამოღიმილი გაიკრა. მაგრამ ქვევით თავადაც გაუჭირდა ამ წესის დაცვა. არც გასაკვირია, ვენახებს გაჩაღებული რთველი გასდებოდა. ყურძნით სავსე გოდრები და გოდროხები თითქოს თავისთავად დაარბოდნენ ვაზებს შორის. შეუჩვეველ თვალისათვის ხალხი არც კი ჩანდა ზვარში. სიმღერაცა და სიცილით სადღაც ფოთლების შრიალში შარი შურობდა და ინთქმებოდა. ზე სიხარული და მწიფობა სუფევდა ირგვლივ. გაფიცხებული მტკბარი სურნელი ჰაერში ბადაგად იდგა. ქვევით, ერთ-ერთ გზაჯვარედინზე, დიდ ზვართან, მარნის კედელი გამოჩნდა. აქვე შემული ურმები ჭგროდ იდგნენ.
და სიცხულ ენა წამოგდებულ კამეჩებს კაკლისა და ნუშის ჩრდილებში თავყურები წაეყარათ და სთვლემდნენ. აქ ჭავჭავაძიანთ მამული იყო და ჭალის ჭიშკართან დაწინაურებული იასონ დივანბეგი დახვდათ საპატიო მგზავრებს. რთველის დალოცვა და ზვარ-მარანში ფეხის დადგმას თხოვა მეფესა და ჩრდილო სტუმრებს. რომც არ გეთქვა იასონ ჩემო, აგრერი გადარჩა გივლიდით, დაგვასწარ. ზვარ-ბარაქა გიშენოს და გიმრავლოს ღმერთმა. ვენახში შესვლისთანავე დივანბეგიანთ მანდილოსნები მოეგებნენ მეფესა და ელჩებს, რთველში იწვიეს. რუსები და ნარუსეთალები გულდაგულ მიესივნენ ვენახს. პოლუხანოვის სიხარულს ხომ მაინც საზღვარი არ აქონდა. უმალ ჩამოქვეით და ყველას ჩაასწრო. პირველ ხანდანს მისწვდა და ყველაფერი დაავიწყდა. სამი ბარაქიანი მტევანი ზედი ხმია, მხოლოდ ბერმეღა მიმოიხედა. სხვა ჭიგოზე უკეთესი ყურძენი მოეჩვენა, ახლა იმას მიატანა, იმის იქით კი უკვე ნამდვილ ქარვისა იყო. ისიც რომ შეჭამა, ახლა ოქროსფერი დაინახა, მერმე შავ-წითელი, იქით სულ შავი და 1000 სხვა ფერისა და ალბათ გემოსიც. და ბოლოს თვალი რომ გაუძღა, უკან მოიხედა, მაგრამ ირგვლივ კაცთაგანი ვეღარავინ დაინახა. მხოლოდ მრავალთვალიანი მტევნები შემოსცინოდნენ ყოველ მხრივ. უხვად შეფოთლილ მაღალ კაცის სიმაღლე ვაზებში არავინ ჩანდა, მხოლოდ შრიალი და გადაძახილი ისმოდა. ტკბილ მაცხარა ყურძენმა ფერდი უფრო მალე გაუძღო ვიდრე თვალგული. სურდა და ვეღარ ჭამდა, როგორც საერთოდ იცის ხოლმე ვენახმა. რა ყოფილა, რამდენია, რა სანახავია, ჩურჩულებდა ვაზის ხამი სტეფანე და ვენახში დაბადუნობდა. შიგადაშიგად ატამს წააწყდა, ვაშლსა და მსხალს, ნუშსა და კიდევ ვინ იცის რას. ამდენი ხილთა ცოდნა აღარ ეყო ელჩის მედავთრეს, მაგრამ ყველაფერს კი სინჯავდა. ზოგი ხაოვიანი იყო და კურკაც ჰქონდა, ზოგიც უკურკო და ხახვის მსგავსი. ერთმა უსწორო ვაშლის დარმა და მსგავსმა სურნელით მოხიბლა. მაგრამ კინაღამ დაახრჩო, გულზე დაადგა და ცრემლიც ბლომა დაყრევინა. ახლა კბილებ დაკრეჭილმა პირწითელა ხილმა ჯერ მოხიბლა, მერმე კბილები მოჰკვეთა. ერთი რაღაც საოცრებაც ნახა. მრგვალი იყო, გლიავს გავდა, ზემოდან შავმწვანე ქურქი ჰქონდა. ჩაკაბეჭისას საოცარი სიმწარისა გამოდგა, მაგრამ ისეთი უზარმაზარი და ფოთოლ-ლაზათიანი ხე ადგა თავზე, რომ დაეჭვდა. ჩუმი ლანძღვისაგან თავი შეიკავა და მწარე ხილი გასტეხა, ნაჭუჭი გააცალა და თეთრი გული შეჭამა. ფრიად მოეწონა და ჯიბეებიც აივსო. ბოლოს დაიღალა და ხალხს დაუწყო ძებნა. კრეფავებს წააწყდა. ახალგაზრდა გოგობიჭები იყვნენ. მივიდა და რუსული ლაპარაკი დაუწყო. ყველანი იცინოდნენ და ახალ-ახალ ჯაგნებს თავაზობდნენ. ასე ჯაგნებ დახუმძული დადიოდა პოლუხანოვი მხარგაშლილ ზვარში და თავისიანებს დაეძებდა. ადგილი კი კარგი იყო. აქ სულ არჩევდა დარჩენას, მაგრამ ვენახში დაბნევას პირველ ელჩი არ აბადიებდა. ბოლოს იკადრა და რუსული ყიჟინაც კი დაჰკრა. ბედად ზაზა გამოეხმაურა და
მოუვიდა. ზურგზე მოზრდილი გოდორი მოეგდო, ხელში კი კალათი ჰქონდა. შენს კრეფავ? მომენატრა, განა ამაზე უკეთესი არის რაიმე? მიუგო თვალაპრიალებულმა ზაზამ. მართლაც, დაეთანხმა მედავთრე და კალათი გამოართვა. ჯაგნები ჩააწყო და კიდევ ჩაკრიფა. გაგვატანენ? რასა? სად? ჯერ ვერ მიხვდა ზაზა. გზას სასჭმელად. ხო, რა თქმა უნდა, თუ კი მოისურვებთ. მათ რუსულ ლაპარაკზე უმალ მოგროვდნენ მკრეფავები და რთველს მხარ ნაპირი გაუსწორეს. პირწმინდად გაიძახოდა მეგოდრე. ამ რუსმა არ გვაჯობოს, დაახერა და დაწებით აკრებს. პოლუხანოვმა კალათი რომ აავსო, ზაზამ სავსე გოდორი ისევ მოიგდო და რუსი მარნის ბილიკზე გაიყვანა. მარნის ირგვლივ ფართო, დაბალი კედელი იყო შემოვლებული. სახურავად კი კაკლის ხის ძალოვანი ტოტები ჰქონდა გადადგმული. შიგრომ შევიდნენ რუსმა შენიშნა ცალკიდეში ვებერთელა ამოჭრილი მორი ხომალდივითიდო. ზედ მკლავ გადახვეული ქოჩორა ახმახები გაშმაგები დახტოდნენ, ერთ ადგილზე იტკეპნებოდნენ. რომ დაუგვირდა, შეამჩნია. მათ ფეხები შიშველი ჰქონდათ და მგონებ სისხლიანიც. დააშავეს რამე თუ ცეკვავენ. მაგრამ ზაზამ პასუხის ნაცვლად უმალ მიაძახა და წინ მიწურ იატაკზე დაახედა. ფრთხილად არ ჩავარდეთ. ირგვლივ მრგვალი ორმოები ყელამდე მიწაში ჩაფლულ ზარბაზნებივით იმზირებოდნენ, ხოლო ერთი ორმოდან კაცმაც კი ამოხოთ თავი. მაშა, კაც ცოდნიათ დამნაშავეთა მიწაში ყელამდე ჩაფლა? გაიფიქრა პოლუხანოვმა. ახლა იგი აღარ ეჭვობდა, რომ საჯალათოში მოხვდა. მაგრამ ეგრეთ წოდებულ მორზე დასჯილებთან რომ მივიდა, უფრო გაუცდა. ხომალდივით მორი პირამდე ყურძნით იყო სავსე და ეს მართლაც დასასჯელი ახმახებით კეპნიდნენ და აფუჭებდნენ ასეთ ყურძენს. რას ჩადიან? კიდევ უნდა ეკითხა რაღაც, მაგრამ ზაზამაც თავის გოდორი ფეხქვეშ დაუცალა ახმახს და ახლა მას შემოუბრუნდა. რუსმა ორივე ხელი სტაცა კალათს. არ დაანება. ამ დროს მარანში კახთ ბატონი, რუსი ელჩები, ზოსიმე ბერი და სხვა დიდებულნი შემოვიდნენ. მასპინძელმა საოცარი ხომალდის კიდეში მიიწვია სტუმრები. პოლუხანოვმა თვალი დაატანა და ღარი შენიშნა ხომალდის ბოლოს. ზედ ჩუხჩუხით ფერადი წყარო გადმოდიოდა და წეღარო ორმოს გადურჩა, ისეთში ინთქებოდა. მედავთრემ აზრი ვეღარ გაართვა ნანახს. სხელოდა კიდევაც, თავბრუცე ხვეოდა, თითქოს ყელიც უშრებოდა. საამო, უფიქრულ ხასიათზეც იყო. ახლა კიდევ ალბათ ახლო ნაყარი ფუტკარიც უბზუოდა ირგვლივ. კალათ გოდრებიანი გოგობიჭებიც ფუტკარ ნაკბენებივით წამდაუწუმ შემორბოდნენ. ის ქოჩორა ახმახებიც დგეპნიდნენ და დგეპნიდნენ. ფოთლებში ჩამოცრილ სხივ დაკრულნი ყალყზე შემდგარ დათასმულ ვეფხვებს გავდნენ. აკი ვეფხვებივით ბუბუნებდნენ კიდევაც. მოდი და ახლა ელჩობის დავთარში ჩასწერე ამბავი. წავიდეთ. ჩვენც დავლიოთ. შესთავაზა ზაზამ და ღარისკენ მიუდიდა. იქ კი პირველ ელჩი ამაყად ბოხით მეტყველებდა.
ყურძენი ჩვენშიაც ბევრია, მოსკოვის სასახლეში, მაგრამ არა ასეთი ბაჯაღლო ოქროსი. ყურში დავჩემო, გადაუთარგმნე, ოქროს ყურძნიდან ტკბილი და ღვინო არ დადეგება თქო. აქ ოქრომჭედლობა არ შველის. ბუნებრივი მადლი ან დალოცვილი ყურძენია საჭირო. ღართან მოხატული ჯამფიალები ხელიდან ხელში გადადიოდა. ბირგინი ისე ყოვლად აუღებლებლად იქცეოდა, თითქოს მეფის ხათრითა და პატივისცემით შესვა ჯამფიალა, მაგრამ წარბების გაშლაზე მისმა მედავთრემ უმალ შეატყო, დაასკვნა, რომ ღარზე ფრიად საამო რამ ჩამოდიოდა. განსაკუთრებით კი მაშინ მოისწრაფა სურვილი, როდესაც პეტრე პივოვმაც შესვა. მას ხომ არაყის მეტი არასასმელი არ უყვარდა. აქი ქილვაშების ნაჟურიც კი ჩაწუწნა სიამით. და ბეფელჩები როგორც კი გავიდნენ, მედავთრეც კალათით ურთ ღართან მიჰყვა ზაზას. მაგრამ პირველი ჯამის დაცლისთანავე უსიტყვოდ მობრუნდა და დათავისებული ყურძენი მაინც ხვებივით შიშველ ფეხებქვეშ ჩაუყარა მოცეკვავეებს, მომღერლებს და ერთობლივ სიტკბოების ღმერთკაცებს. დასტკეპნეთ ახმახებო, თუ კი ასეთ წვენს გაადენთ. კალათს ახლა ჯამი დაუნაცვლა და არც მაშინ წავიდა კაკლის ქვეშ გაშლილ სუფრაზე, რომ მიიწვიეს. მალე ერთი ამსონიც გაუჩნდა, მათიანოგირინი. იგი უკვე მესამეჯერ უბრუნდებოდა საწნახელს. სუფრაზეც მოასწრო ლეღვის არყის, ასე ვთქვათ, საფუძვლიანად მიირთმევა და ახლა იმდენად არა ღარს, რამდენადაც ქვევრს დაეძებდა. იქ გრემშია, ბაზრის ბოლოში, გატეხილი ქვევრი მაქვს. რა სიმღერასაც ჩავძახებ, უკანა მომძახებს. ხელად ბანს მეტყვის ხოლმე. მე იქით, ის აქეთ. რუსული იცის განა? სლოკიდით, მაგრამ დაბეჯითებით უამბობდა პოლუხანოვს. მორჩა დაგათავდა, ხმა აღარ გამაგონოთ. ერთჯერ ძალა გამომაბრუნეს კახეთიდან. დიდი საქმე არისო. ახლა კი მორჩა. უკან მომხედავი აღარ ვარ. გავსინჯოთ კიდევ? ჰა? ტიტო. ამ თითოს კი უკვე ქართულად ამბობდა და ახლა ზაზას ეფერებოდა. ჩემო შვილო ბილო, მე რა მეშველებოდა შენ ლეკებს ტყვეთ რომ არ ჩაეგდე? შენი გულისთვის წამოვედი პირველად კახეთში. დანარჩენს კი უკვე მარნის პირღია ქვევრებს ეუბნებოდა და საწნახელის ბიჭებს მრავალ ჟამიერში ხმას უსწორებდა და როდესაც წასვლის დრო მოვიდა, ნოგირინმა კიდევ მოიპოვა კაზაკური გამძლეობა დაძალა, ხოლო დავთარ არეული მედავთრე სამმა კაცმა ძლივ შეაგორა ცხენზე. ალაზანში რომ გაფონეს, გაღმა უკვე ხალხი იყო მოჯარული. მეფიონს წინ ხმა და შიკრიკები უსწრებდნენ. ყველას უნდოდა მეფისა და რუს ქრისტიანების ნახვა. ზაზაზე ყველაზე უფრო ალაზანმა იმოქმედა. უკან ჩამორჩა, აქ ყველაფერი მშობლიური იყო. მისი შეჩქარებული დენა, ანკარა, წყალი, რიყე და დასაწრეტი ტოტები, ნაპირებზე შემომდგარი ჭალები, გუმბათებად გადმოსული თელები და მუხები, შიგადებული სურო და მაყვალი, ისევ და ისევ ალაზანი, შეჩვეული თვალით იქნებ ვერც დანახული, ხოლო დანატრულებულ გულში დაუტევარი, სათქმელადაც ტკბილი და სასმელადაც. ვიღაცამ ცხენზე მათრახი მსუბუქად გადაუგრა.
რამ ჩაგაფიქრა მამუკა ანთვაჟო? ალაზანი მოგნატრებია. ზაზას ერეკლე ბატონიშვილი წამოსწევდა. წამო, ცალკე ვიაროთ. მომღალა ამდენმა ხალხმა. ისევ რუსეთზე მითხარ რამე. ერეკლე სულ 2 წლით იყო ზაზაზე უფროსი და მიუხედავად წოდებრივი განსხვავებისა მათ შორის ჯერ კიდევ ზაზას რუსეთში გამგზავრებამდე დამყარდა თბილი ურთიერთობა. ხოლო ჩამობრუნების შემდგომ უკვე ურთიერთგაგებაცა და ნდობაც. არაგვთიანეთზე შეხვედრის შემდგომ ხშირად იყვნენ ერთად. მრავალი რამ უამბო ზაზამ ბატონიშვილს. ერეკლე ჩინებული მსმენელი იყო, მომთმენი და დაგვირვებული. თავად კი ზდუმდა. სამეფო საქმეთა ხშირმა იდუმალებამ ხშირ დუმილს მიაჩვია, თუმცა არც მარტო ეს იყო მიზეზი. ჩამობრუნებულმა ზაზამ უმალ იგრძნო ერეკლეს ჭარბი გარინდება, მაგრამ ისედაც უფროსსა და ბატონიშვილს შეკითხვას ვით შეჰბედავდა. ახლაც კვლავ წამოუწყო ამბავნინა მოსკოვარნი, მაგრამ ერეკლე მოულოდნელად გააწყვეტინა. ერთი რამ უნდა გითხრა. ცხენი სულ ახლოს ამოუყენა და ასე დიდხანს იარეს ჩუმად. ბოლოს ისევ განაგრძო ერეკლემ. ზოსიმე ბერდიდმა შენი ქება მითხრა. საიდუმლოს შენახვაც იცისო. ერეკლე ისევ შეყოყმანდა და დადუმდა. უეცრად გზაზე გადაუდგა და გამოცვლილი კილოთი შეესიტყვა. ხო მართლა, შენ ხშირად კითხულობდა. დედაჩემთან მინახავს გრემ სასახლეში. ნელსაცხებლები მოჰქონდა. შავგრემანი ქალწული. ხალიანა? უნებურად წამოიძახა ზაზამ და ყურებამდე გაწითლდა. ერეკლეს ევდიანად გაეღიმა, თავი იბრუნა, დაინდო უმცროსი მეგობარი თითქოს ვერც კი შეამჩნია მისი შეფორიაქება. ისევ გზა განაგრძო. მაგრამ სწორედ იმ ყურთა სიწითლემ მაინც გაუხსნა გული. ყველასთვის დახშული. შენ რა გიჭირს? ვინ ყავს ხელის შემშლელი, მე კი? ნახე. სისმარი იყო. მოჩვენება. იმის შემდეგ თვალწინ მიდგას ყველგან. მზეს შევხედავ თუ ალაზნის ტალღებს, თუ და უეცრად თავადაც დასცხა. იგრძნო რომ გაწითლდა, ალბათ ისიც ყურის ძირებამდე. ცხენს დეზიკრა, მაგრამ მალე ისევ მობრუნდა და ჩამორჩენილ ზაზას მოუცადა. ახლა მეტად გაფიქრებული ეჩვენა იგი ზაზას. სხვებისთვის არ ვითქვამს. ვერ გამიგებენ და ჩუმჩუმად დამცინებენ, შენ კი არა მგონია გული გენდობა. როგორ თქვი? ჰო, ხალიანა. ახლა კი თვალი აღარ აარიდა ზაზას. თუმცა ჭაბუკს კიდევ უფრო აეწიფა ხაწვები. ხალიანას ტრფიალი გამიგებს. არც ვისმეს ეტყვის. ვფიცავ, ბატონიშვილო. თავი დახარა ზაზამ და თავს მოულოდნელი განცვიფრებით შეეკითხა. მე ხალიანას ტრფიალი ვყოფილ ვარ? აი რა ყოფილა. ახლა გაარკვია, აქამდე ბუნდად ნაგრძნობი გულის წადილი. ფიქრების მიბორკვა. ახლა მიხვდა თუ იქ, მოსკოვის უშორეს გზაზე, ხალიანას სახე სულ მუდამ თან რატომ ახლდა? რატომ იყო, რომ შემხდურ ხალხში უფრო გოგონებს ათვალიერებდა და მათ ნაწნავებს შორის მოსკოურ კოპწია თავს სავარცხელას ეძებდა?
ჩხევიდან ქოხსალამურას ხელით საჩუმათოდ თავის პატარა ძმას სიაუშს რომ გაუგზავნა. თუმცა ბიჭუნას აბა თავს სავარცხელარად სჭიროდა. უსმენდა ზაზა ერეკლეს თხრობას, გულით უსმენდა და თავისი გატრფიალების მოულოდნელ აღმოჩენას ფიქრით ზომავდა. მაშ ეს ყოფილა სიყვარული? მას კი უფრო სხვა რაღაც. არა, მეტნაკლები კი არა, არამედ სულ სხვა რაღაც ეგონა. გამოუთქმელი და აზრითაც გამოურკვევი. აი, რაღაც ვებერთელა ყოვლის შემძლე ნიჭის დაგვარი. ერეკლე კი თავის საიდუმლო ნიშნობას უამბობდა. პატარა, გამოკვეთილი ხელი ქონდა. ჩემი ნეკის ზომაზე ნაჭედი ბეჭედი არა თითზე ეფოლხვებოდა. საოცარი სილამაზისა იყო. ახლა ვეღარც აღვწერ, თვალწინ კი მკაფიოდ მიდგას. დიდი წამწამები ქონდა, მეტად დიდი. დიდი წამწამები? ჩემ გვერდით რომ იდგა, გრძნობდი. ძლივს იდგა ფეხზე. მისი თრთოლვა მეც მედებოდა. თვალში კი კანდელის სხივი დავუნახე. კანდელის სხივი? მერმე კი ჩაიყლაპა. თისიქით წაიყვანეს და გათავდა ჩემი ზღაპარი. გაფრინდა. აი ისე, როჭო რომ აფრინდება ხოლმე და გადაიკარგება ფერდობში სადმე. ერეკლე დადუმდა, მაგრამ თითქოს შეეშინდა. ექნებ არ დამიჯეროს, მართლა ზღაპრად ჩამითვალოს ნათქვამი. ჩოხის უბიდან ნატიფად ნაქსოვი დაბალხაოვიანი აშია ქამარი ამოიღო. აი ეს ღაშებრჩა, მისი წელის სამკაული, ნიშნად ჩემი საბედობისა. თორემ მეც ზღაპარი მეგონებოდა. გაზოში აშფოთა ერეკლეს ნათქვამმა. წარმოიდგინა კიდევაც მთის საპატარძლოს სახე, მაგრამ აქაც განსვიფრდა. მისი წარმოდგენა ზედმიწევნით ხალიანას ჰგავდა. შეერცხვა თავისი მიკერძოებისა და ერეკლე ანუგეშა, როგორც შეეძლო. მაგრამ ერეკლე აღარ უსმენდა მას. იგი ისევ თავისი საიდუმლო ნიშნობის ხილვაში ჩაეძირა და ცხენის სვლასა და ოცნების რბოლას თავგამეტებით მიეცა. ძალზას მიჰყვა. მაგრამ ისი ცხენი აბარას დაეწეოდა ერეკლე ბატონიშვილის ბედაურს. საღამოს პირი იყო, როცა დაეწიენ მეფიონს. აღარც გრემი იყო შორს. უკვე გამოჩნდა მთაზე ჯიღად დადგმული მრგვალ დარბაზა სასახლე. ქვედა ბორცზეც როგორღაც უეცრად გაჩნდა მთავარ ანგელოზი და ალექსანდრეს კოშკი. ზაზას გული უსწრებდა. მეფიონი კი თითქოს განზრახ დინჯად ვიდოდა. ალექსანდრე არ ჩქარობდა. ჩაფიქრებული იჯდა თავის სააღლუმო ცხენზე. დინჯი ლაფშურით მიაცორვებდა საღარს. კახთ ბატონს ისე ხშირად უხდებოდა ცხენზე ჯდომა, რომ ცხენზე ფიქრსაც მიეჩვია და ცხენის ფლოქვებ ქვეშ ჩაკეცილი გზა თითქოს ფიქრის უხილავი ბილიკების გარბენასაც უადვილებდა. მან კარგად იცოდა, რომ ეს ლხინსავსე ზეიმური სვლა გრემში გათავდებოდა. იქ დაიწყებოდა ახალი, უფრო ცხარე და სასტიკი, უფრო გადამწყვეტი ბრძოლა კახეთის არსებობისთვის.
ესეც იცოდა, რომ ახლა ამ გზაზე გვერდში მომდგარი რუსი ელჩების სახით მომავალი მფარველი ჯერ შორს იყო და ალაზნის ველი და წყალი ალბათ ჯერ კიდევ ბევრ კახულ სისხლს შეირებდა, ვიდრე მაშველი მოვიდოდა. მაგრამ სხვა გზით სულ არ მოდიოდა მაშველი. გზის ფიქრი არაოდეს არ უნელებდა ალექსანდრეს გარე ყურადღებას, თვალის სიმახვილეს. ანდაზაც ჰქონდა ამოჩემებული. თვალმახვილობა განსაკუთრებით მეფესა და მონადირეს სჭირიაო. ხოლო ალექსანდრე ორივე იყო. ახლაც შეამჩნია, რუსთ პირველ ელჩი რაღაცას გაცხოველებით ეკითხებოდა ყურშიტას. მეფე მოდნობშია ნელასვლა. თარჯიმანი უმან მოეახლა. ამბობს, ბატონო, ყოველ ფეხის გადადგმაზე, ყოველ გორაკზე, ყოველ ხეობაში საყდრები ვნახეთო. სათვალავი დიდი ხანია აგვერიაო. ხევშიაც ასე იყო. არაგვზედაც, თიანეთშიაც. აქ ხომთლა აღარ არისო. ამდენს მინაშენებსო. ჯერ სად არის? მაგას ქართლსა სამცხეს ან ლიხთ იმერს გაახედა რაღაც იტყოდა. ასე უთხარ, ძველი ქრისტიანები, დიდი ქრისტიანები ვართ თქო. ჩვენში ყველა აშენებს საყდარს. ერი და ბერი, მეფე, თავადი თუ თემი. ზოგს კარის ეკლესია, ზოგს ციხისა თუ თემისა. ვინ რა ხსნას შესთხოვს ეციერს. რა ცოდებს ინანიებს სიბერის ჟამს. ყურშიტამ სიტყვა სიტყვით გადაუთარგმნა, პასუხიც მოისმინა და გაეცინა. რაო ყურშიტავ ჩემო? მაპატიეთ მეფეო ბატონო, როგორ ჩანს ქართველები ბევრს ასწოდავენო, უკვე თუ ამდენი ეკლესია მონასტრები სჭირდებათო მოსანანიებლად. ალექსანდრეს გაეღიმა, მაგრამ ნათქვამი სიმართლე გულში მოხვდა. არც უმაგისობა გვჭირს, გადაულაპარაკა მოახლოებულ ზოსიმეს და ისევ ყურშიტას მიუბრუნდა. ასე მოახსენე პირველ ელჩს, სმენია თქო, რუსნიც დასწაფებიან უზომოს სიდიდისა თანაც 9 გუმბათიანი საყდრების შენებას. ახალ ხელდებულთათვის ნეტავ თუ მიიჩნევა ეს სანუგეშოდ. როდიონ ბირკინმა უმალ გაუგო კახეთის მეფის სიტყვას. ფარულ მარაგი მოსაბრუნებში გზის პირას მორიგის საყდრის დანახვაზე პირჯვარი ისახა და მეფეს ჩამორჩა. საყდარს შეზიანებული გალავანი ერტყა. ზედბიჭი იყო გადმომჯდარი. ცხენოსნების დანახვაზე იგი წამოხტა და ხელების ქნევით გალავან გაიქცა. ალექსანდრემ გზაზე ყმაწვილი ქალი შენიშნა. ლამას ქართულ კაბაში ტანკენარი ჩანდა. სახე კარგად ვერც გაარჩია კახთ ბატონმა, რადგან მოზარდმა გალავნის ძგიდე საფარათავი. ოღონდ ლამაზი სავარცხელი შეუნიშნა თმა ხუჭუჭს. გზის პირას ყვავილებით სავსე კალათი იყო. აი, ნამდვილად ბედნიერი ისა, ვისაც ეს ტყიური ყვავილებია დაგრებილი. ხედავ, სად გამოსულა შესახვედრად. ჩავლისას გაიფიქრა ალექსანდრემ და ამალას გადახედა. ერეკლე მოხვდა თვალში. თავჩაქინდრული იჯდა ცხენზე და ყვავილ კალათს თვალს ვერ აშორებდა. მიუხვდა მამაშვილის გულის წკერას. დედოფლის საყვედურიც მოაგონდა, მაგრამ რა ექნა, რომ საიდუმლო ნიშნობასა და გაცხარებულ ქორწილს შორის კავკასიონის ქედი და 1000 ხვანჭი იყო აღმართული. მამამ ცალდეზი აკადრა საღარს. შვილი კი
პირიქით ჩამორჩა, ზაზას შეუცადა, იგიც მალე წამოეწია, მაგრამ გალავნიდან ვიღაცამ დაუძახა და სხარტი ნახტომით კედლიდან გადმომხტარი ბიჭი ზაზას ფეხში სწვდა, ტანზე კატასავით შეახოხდა, მოეხვია. სიაუში ვარ, ვერ მიცან. ახლა ტუჩები უწვდინათ ჩამოხრილ ძმას, ჯერ აკოცა, მერმე წასჩურჩულა. ჩამოდი, იქ გელოდება. ხელი გალავნისაკენ გაუქნია. ერეკლე ზაზაზე უფრო ადრე მიხვდა სიაუშის ჩურჩულის ფარულ აზრს. ჩუმად მოbruna ცხენი, უფრო ჩახარა თავი და ამალის დასაწევად გასწია. ზაზამ კარგად ვერც კი გაიგო, რა უთხრა ძმამ. მაინც ჩამოქვეითდა, მაგრამ ვინდრე მოიფიქრებდა რასმე, მას ერთხელ კიდევ გადაეხვია სიაუში, მერმე ზაზას ცხენს შეაფრინდა. ბეკი მახარობლა წავალ. ჯილდო შენზეა. ცხენი ჭენებით დასწრა, გზას უგანა, მოკლეზე ჩაფრინდა, უმალ უყელა მეფიონს. დაწინაურდა და გრემისაკენ ძახილ-ძახილით გაჰქუსლა. მოდიან, მოდიან, შორიდანვე ესმოდა მისი ხმა ზაზას. ფეხი რომ წარსდგა, მხოლოდ მაშინღა შეამჩნია კალათი, ყვავილები. იმასთან, ხალიანასთან ერთად რომ უკრეფია ტყებინდორში და უკვე დაჭაბუკებულმა გულმა ამცნო, რომ ახლა თვით ლამაზ ფერადი და სურნელოვანი მცენარე კი აღარ ახარებდა, არამედ გულ შეჭიდებული მოგონება პატარა ხალიანი გოგოსი. კალათი ემძიმა ხელში, ყვავილები მის წინ მოსწია და შუაგულში ჩახედა. ქილა? კაკლის მურაბა? ახლა კი გულიანი სიცილი ვეღარ შეიკავა ზაზამ. ხალიანა! თავის დაუნებურად წამოიძახა და გალავანს მიეტანა. წგიდესთან სახეანთებული ხალიანა იდგა. მასაც კაკლის მურაბასავი თვალები ჰქონდა. ზაზა მიიჭრა, ხელებიც გაშალა. ხალიანას ტუჩები უცმუტავდა, ღაწვებზე ფერი-ფური გადასდიოდა. კლავებიც წამოწევას ლაუმობდნენ, მაგრამ ცაცია ხელით გულისპირი ძლივს დაიოკა და მარჯვენა უსიტყვოდ ჩამოუწოდა ზაზას. მანაც ხელი ჩამოართვა, გაწითლდა და გაწბილდა. არა, ეს არ იყო იმ პირვანდელი შეხვედრისთანა. და როგორ გაზრდილა, გამშვენიერებულა. ზაზამ ვეღარ გაარკვია თავისი გრძნობა. სიხარული იყო თუ ნაწყენობა, უმზერდა და უღიმოდა, მაგრამ სულ სხვანაირ შეხვედრას ელოდა და ალბათ ლამობდა კიდევაც. ტყვეობიდან დაბრუნებულს თურმე უფრო გულთბილად ხვდებიან, ვიდრე ელჩობიდან წაილუღლღა და როდესაც თქვა მერმე მიხვდა, რომ თავიდანვე საყვედური ახვედრა ხალიანას. ყმაწვილმა ქალმა თავი ჩახარა. ზაზამ მხოლოდ ახლა შეამჩნია ის, რასაც შემხდური ხალხის დანახვისას ასე თვალხარმად დაეძებდა. ნაწნავებით დაშოშმინებულ ხუჭუჭ თმაზე მის სატრფოს მოსკოვური თავსავარცხელა ეკეთა და უხდებოდა კიდევაც. დავიზარდენით მაშ, ბავშვობის დრო წავიდა. წავიდაგანა, ხელი მოკიდა ხალიანას ხელს. ჩვენ ხომ ძველებურად მეგობრები ვართ. ზაზა, ვაჟის საკინძეს კრძალვით შეეხო ხალიანა, მერმე აიბნა, აირია და ულოდნელად გაბუტული კილოთი დაამთავრა. საყდარში შევიდეთ, მშვიდობით დაბრუნების ლოცვა ვთქვათ. კარგია იყო. ჩრდილ ბინდურის უფევდა კარის მიღმა.
წმინდა გიორგის ხატთან კანდელი ფშუტავდა. იქვე სანთლები ეწყო. ხალიანა მორი აანთო, ერთი ზაზას მისცა და თავის გვერდით დააჩოქა. ასე ხელჩაკიდებული იყვნენ. ხალიანა ლოცულობდა, ზაზას კი უეცრად ერეკლეს წეღანდელი ნაამბობი მოაგონდა, საიდუმლო ნიშნობა. გაკრა ფიქრმა. თავისი და ერეკლეს ამბავი შეურია და შეუნაცვლა. მან ჭაბუკური უშუალობით იგრძნო, რომ მას გული როგორღაც ევსება, ეხიბლება, მხრებზე ფრთები ესხმის და რომ ცხოვრება ნამდვილად მხოლოდ ახლა იწყება. უნებურად მოუჭირა ხალიანას ხელს, გოგოს სანთელი აუკანკალდა, წამოდგა. სანთელი ზაზასაც გამოართვა. თავისას შეაგრიხა და ხატთან მიამაგრა. ახლა წავიდეთ, უფრო თამამად მოუბრუნდა ჭაბუკს. მაგრამ იგი არ იზროდა. კვლავ მუხლებზე იდგა. გოგო სულ ახლო მივიდა. სულ უბრალოდ ხელი გადაუსვა. ზევით ამოახედა. წავიდეთ. სიოს სიჩუმით უთხრა. ზაზა წამოდგა. გოდუნოვისგან თარჯიმანობაში მიღებული ნეკის ბეჭედი წაიძრო და ხალიანას ათრთოლებულ თითებზე მოუსინჯა. რომელიღაც თითზე მოერგო. ნიშანდობრივ რომელზე ვეღარ გაარჩია თუ ვერ იმახსოვრა. გოგო შეკრთა და ერთი წამით, სულ ერთი წამით თავი მკერდზე მიაყრდნო. დედა გიცდის, ყველანი გიცდიან და საყდრიდან გაიჩქარა. საღამო ფეხთაფეხ მოსდევდა მათ, მალე გაუსწრო კიდევაც. ჩუმად ვიდოდნენ. ზაზამ არ იცოდა რა ეთქვა. ხალიანას კი ალბათ სიჩუმე ერჩია. მერმე უეცრად შეეკითხა. მაშ დამიწუნე საჩუქარი? კალათი გამოართვა. კაკლის მურაბას რომ პარავდი დედაშენს და მე მაჭმევდი. ყველავი ანგარიშე. აქ დაგახვედრე. შენ მისვლამდე უნდა გავსწორდეთ. უნდა გაათავო. რას ამბობ, გოგო? ხმის ამოღება გაეხარდა ზაზას. ამდენს რა შემაჭმევს? მოხსნილ ქილას გაზვიადებულ შიშთა და სურვილი დაეწაფა. თუ ჩემი ხარ, მომეხმარები. სიტყვა მეგობარი უნდა ეთქვა. ენაზე ადგა და გამორჩა. გულმა თვითნებურად გამოურჩინა, მაგრამ ისე კი მეგობრობა ერთხელ კიდევ იქნებ უკანასკნელად თავის ბალღურ კალაპოტში ჩავარდა. ძველებურად უშუალო და ბუნებრივი გახდა. მაშ მოგეხმარო? გოგონამ თავის ხელით ზაზას კაკლის მურაბა პირში ჩაუდო. თითები ბაგეზე ქორფად ამოღინღლულ ულვაშებს უნებურად შეახო. ორნივ შეკრთნენ. ზაზას კაკლის მურაბა ტკბილ ცხარე ეჩვენა. მან ახალი რამეც აღმოაჩინა თავისთვის. ცხადლი ვიგრძნო, რომ ხალიანას ახალი საოცარი ძალა გასჩენია. მასზე ზეგავლენის დიდი უნარი. როგორც სურს და სადაც უნდა, გულს იქ აუხსნის, ანაკ დაუბამს, შუქს ჩაუქრობს და მზეს აუჭიატებს თვალებში. იგრძნო ეს და ამაოდ ეურჩებოდა გულს. სადღაც ბალღობასა და ყრმობას შორის გადებულ სასწორის უღელზე ქანაობდა შეორჩნებული გრძნობა. მურაბამ მალე აუღირჭა გული, მაგრამ ხალიანა სულს თავაზობდა, თან გაბრწყინებული თვალებით გრემის ახალ ამბებს უამბობდა. მამუკას ვეფხისტყაოსანი ჩინებულად გადაუწერია. ჭაღარად შეპარვია და გულმა ვიწყობაც. ზაზას თანატოლებს ყველას ზაზას ეძახის თურმე. დედა, სათინო, სულ თავისი ანაბანა ბიჭის მოგონებაში ყოფილა. ისევ ისეთი პატარა ტუჩებზე მელანწაცხებული გონია. ჩრდილოეთში შეცივებულ შვილისათვის იმდენი წინდები დაუგსოვია, რომ
ქიტა ბიჭი, ხალიანას უიმბაზი ძმა, დაასაჯავრებს ხოლმე. რა ვქნა, ზაზა რუსეთიდან 4 ფეხი ხომ არ უნდა ჩამობრუნდესო? აბა ამდენი წინდები რაში დაჭირდებაო? კარგად ყოფილან მეზობლებიც. მამა, მანასე, ახლა სასახლეშიაც ხშირად დადის. დოს დაქრობს. სახელი გაავარდნია. ხო მართლა, ხელი შეაშველა ზაზამ და მორიგი კაკალი აერიდა. შენმა გატანებულმა თურმანაულმა დიდი სასწაული მოახდინა. სასწაული? ჩემი კბილი. კბილი სად არის? და ხალიანამ მარცხენა ხელით გულისპირი ძველი სითამამით შეუხსნა, თავისი ნაჩუქარი თილისმა გაუსინჯა. ყელკისერზე შეხებულმა ხალიანას ხელმა ზაზა სულ დაავიწყა თურმანაულიც, ოცვლილი კბილიც, კაკლის მურავაც. რის ხელის მორჩენა, რის ჩოხობი, რა ზარბაზანი. აქ არის, ჩემო, უეცრად თავის უბეში ხელი დაუჭირა, მეორეც წელზე კრთომით მოხვია და მიიზიდა. ქალწულს კაკლის მურაბა გაუვარდა და საკუთარ თილისმასთან თავი ჩამალა. ხოლო ზაზამ ნამურაბალი ტუჩები განაბულ გოგოს სადღაც დალალ ყურში უწვდინა. კოცნაც უწია და ჩურჩულიც. მიგონებდი მე? თუ გახსოვდი? გოგოს პასუხი არ გაუცია. უეცრად კი აქვითინდა. რაზე, ჩემო? რა იყო? ჩაეძია დაბნეული ზაზა. არაფერი. ისე. წავიდეთ ხამდება. იქაც გელიან. და თითქოს მისი სიტყვის დასტურად გრემის მხრიდან ცხენის გარათქური ლოისმა. სიაუშმა უეცრად მოაგდო გაოფლილი ცხენი. არიქა ზაზავ, ერეკლე ბატონიშვილმა ბრძანა, დაგვეწვიოსო. სასახლეში მოვიდესო. სიაუშის ხარტა ჩამოხდა, გახურებული ცხენი მარჯვეთ შემოაბრუნა. ჩვენც დაგეწევით. მოკლეზე ჩამოვალთ. იჩქარე, ახმიანდა ხალიანა და სიაუშს ნაცრემლარი თვალები აარიდა. მაგრამ ბიჭს ხალიანას ცრემლი არ გამოპარვია და არც გაკვირებია. ზაზას უბრალო ხსენებაზეც ხალიანას თვალებში ცრემლი კურდღლაობდა და აბა პირველ შეყრისას ხომ ალაზანივით უნდა დადენილიყო. სხვა რამემ უფრო გააკვირვა სიაუში. გზაზე, მტვერში მიუხედავად სიბნელისა, კაკლის მურაბა შავი თვალებით ანათებდა. ოდნავ მოკლებულ ქილას გადასწვდა. აკი ვამბობდი, კაკლის მურაბა მე დამრჩება მეთქი. ეზე ჩემი სამახარობლო იყოს. და ცხენზე შემჯდარ ზაზას მათრახი გადაუკრა. ჭერებით გახურებული ცხენი 4-ით დაიძრა. უმალ გაეკრა ბინდ-ბუნდ წაკიდებულ მიწას და ხალიანას თითზე ბეჭედი რომ არ დარჩენოდა, ალბათ ისიც ამ გზისპირულ შეყრას ერეკლესი არ იყოს, ამოსის ბრად მიიჩნევდა და მიითვლიდა. ალექსანდრემ რუსიელჩები მოკლეხნით აზეიმა გრემში. მერმე ძეგამს გაისტუმრა დასასვენებლად და ქვეყნის გასაცნობად. დანილოვ რუსინი კი ბირკინს მცირე გამყოლებით პირველ შიკრიკად გაასტუმრებინა უკან, თერგსა და აშთარხანს, თერგზე ციხის ჩადგმის დასაჩქარებლად. ბელქანთუშიც შედარებით ადრე მობრუნდა ირანიდან. დღედაღამე ესწორებინა გამოცდილ მალემსრბოლს. შაჰ-აბასი თურქეთთან ომის განახლებისთვის ემზადებოდა და რომ სულ არ ამოჰკვეთოდა ფეხი კავკასიაში, განჯა ყარაბაღის ხანებს, ასე ვთქვათ, იმტკიცებდა.
იქ გამოსაგზავ დიდ სპას რაზმავდა, კახეთისთვის კი საგანგებო ელჩობას ამზადებდა. გრემის კარზე რუსეთის ელჩების გამოჩენამ უფრო დააჩქარა შაჰ-აბასი, მაგრამ შინაგანმა არეულობამ მაინც შეაფერხა. ახალ შაჰს ცუდი მემკვიდრეობა გააჩნდა. ტახტის დათავისებისთანავე აბასმა თავისი ბრმა მამა შაჰ ხუდაბანდა ხორასნის მმართველად დასვა, ხოლო თავად შიდა ირანში დაბორიალდა. მტკიცე ხელი უმალ დაეტყო ირანს. შინაგანად მოდუნებული და წიწილაქად აწეწილი საშახინ შაჰო უმალ მოიმტკიცა. გათამამებული ხანები მოდრიკა. მრავალი ტანი უთავოდ დატოვა. მრავალი თავი უთვალოდ. არც შური დაიშურა, არც სისხლსა და ჟლეტას მოერიდა. არც თავისი მამის ოჯახი დაინდო. მას პირველს გაავლო მუსრი. ცოცხალი ძმები მეტოქეებად და მტრებად მიაჩნდა. საფლავში ჩაწოლილები კი სანატრელად და საიმედოდ. არც დაცხრა ვიდრე მრავალი ძმა თუ ბიძა-ძმის წულები სანატრელად და საიმედოდ არ გაიხადა. ამ საქმეში ყველა წინაპარს რომ გადააჭარბა, როგორც თითქმის ყოველთვის ხდება ხოლმე. უმალ დიდი ბრძენისა და ლმობიერის სახელი გაუვარდა. შინ სისხლის კალო რომ მოილეწა, ახლა გარე საქმეებს მიაპყრო ყური. კავკასიას პირველ ყოვლისა. აკი უფრო ფრთხილად მოქმედებდა. დასაწყისში მაინც. ვიდრე ამ მხარეში თურქობას ზალავდა სპარსელთ. ზოგან ოქროს საჩუქრები იდესპანა, ზოგან ვერაგული ხანჯალზურგული, ზოგან ფარული მსტოვრები და სახელოვანი ელჩები გზავნა, ხოლო მათი დაქნილი ტყვია და სიტყვა და თაფლის ცხება შეაბჯრულ მუშტით შეამწარა და შეამყარა. ასე მოიქცა კახების მიმართაც. თავის ელჩებს პაც ააყოლა. უჩვენ-მაჩვენ მიზნად, ასე ვთქვათ, განჯა დაუდო. დამატებითი ლაშქარიც იქვე კახეთის ახლოს სამეზობლოდ უნდა მოსულიყო. კახთბატონმა ზედმიწევნით იცოდა ირანის ამბავი, ბეილქანთუშმაც მრავალი ამცნო. ხოდა ყოველ მხრივ ემზადებოდა, სპასაც წვრთნიდა, ფანდებსაც ხლართავდა. იტყოდა მუქაფათ, ფანდი ძალის ნაცვალიაო. მაინც ჯანდიერს ყოვლად საიდუმლოდ დიდხანს ეთათბირა. წვრილი გეგმა დაუწყო. ორი ჭორიც გაავრცელებინა. პირველი ოჯახური იყო. კონსტანტინე ბატონიშვილის ავადმყოფობის შესახებ, მეორე კი თითქოს ვინმე რუსთ ელჩთაგანი ავი განზრახვის გამო გრემის დილეგში ყოლოდეს ჩაგდებული და მართლაც რუსი ელჩების მიმართ ღია წყალობის პირი ფრიად შეანელა. დანილო ურუსინის წასვლაც თავისი ჭორისთვის გამოიყენა. კბილოსანი ჩანს ახალი შახი. და არც ჩვენ ავართ ფაფის მჭამელნი, მაგრამ ძალა გვაკლია. ირანის ელჩებს დიდ სიცხეებში მოუხდა ცვლა. დაიხუთნენ. ქანც მილეული აქლემები განჯას დააგდეს. ახლა ჯორცხენებზე გადატვირთეს ელჩ ამალის ბარგი ბარხანა. დიდარი მოსაკითხავი უწყალობა შაჰ-აბას კახთბატონისათვის. განჯას რომ გამოსცდნენ, ავისა და მიდამოს იერი საგრძნობლად გამოიცვალა. უკვე მტკვრისიო ასალბუნებდა დასიცხულთ. ჩრდილიანებში სული მოითქვეს, გახალისდნენ. მალე ბროწეულების ხშირ ნაყარი წამოიწყო, მოძლიერდა და სულ მალე ტვერადაც იქცა. ბროწიანთ ღელის იქით კი
სამუხის უღრანი იწყებოდა. წაბლისა და კაკლის წევრები ურთიერთ ცვლიდნენ. სურო და კრიკინა უსურვაზიდა, ფათალო დაუფლებოდა, მზემდე შეწვდნენ ილწიფლებისა და თვლების ქვედა მხარგაშლილ ტოტებს. ნეკერჩხლები და ვერხვები აფაფხულ ბუნბერაზე ბადიდგნენ და ათასწლოვან დევ-მუხების შეტოლებას ცდილობდნენ. ჭალაში მრავლად იყო ტყემალი და ველური ლეღვი, კომში და პანტა, სხმარტლი და დაბარდული მაყვალი. ჯიმშედ ხანის ქართლში ნამყოფი იყო, ხოლო კახეთში კი პირველად უხდებოდა ელჩობა. თვალს ატანდა ყველაფერს, არ იშორებდა თანაშემწესა და მრჩევლებს ალი ხოჯა მაჰმადს, თვით შაჰ-აბასმა რომ გამოაყოლა საგანგებოდ. იგი ხომ შესანიშნავად იცნობდა კახეთის და საერთოდ ქართული სამეფო სამთავროების შინავითარებას. ალი მაჰმადს ირანის შაჰის, ასე ვთქვათ, მარცხენა თვალს ქართლ კახეთში, კოჭლ სოვდაგარს, ასე ვთქვათ, მთის შეიხს თუ ფარულ შიკრიკს, ამჟამად ელჩის მრჩევლის ზვიადი სახე და ალი ხოჯა მაჰმადის გაგრძელებული სახელი მიეღო. სახე მაქციერა და გაბედული მსტოვარი სწრაფად დაწინაურდა ახალი შაჰის კარზე. პირად ფარულ ამალაში მოიკალათა. შაჰ-აბასი აფასებდა და სწყალობდა თავისი, ასე ვთქვათ, ყურისმე საიდუმლეს, მაგრამ ირანის კარზე ყველა მიცოდა, მათ შორის ხოჯა მაჰმადმა სხვებზე უფრო გარკვევით, რომ ერთი შეცდომა და შაჰ-აბასის რისხვა თავს ბოლოკივი წააცლის. იცოდა და როგორც ჩვევიათ ასეთი ჯურის ხალხს, უფრო უყვარდა მრისხანე მზის სწორი, უკვე ასე შეარქვეს მას. მისი ერთგულიც იყო. ისიც იცოდა, ყველაფერი ბოლომდე არასდროს არ უნდა ეთქვა პატრონისთვის. მისი გაბოცდილებით ახალ შაჰსაც მოხერხებული ხალხი უყვარდა და არა გულწრფელი. ალი ხოჯა მაჰმადს, გარდა საერთო ელჩობის დავალებისა, რთული კერძო დავალებაც ჰქონდა შაჰისაგან, კახთ ბატონის გულის ნადების გარკვევა, გრემში რუსთა ელჩობის მიზეზ შედეგი და მომავალ დიდ საქმეთა სამზადისი. ხოჯა მაჰმადს სრულიადაც არ სურდა, რომ კახთ ბატონს ნაადრევად გაეგო მათი მოსვლა, ამიტომ ურჩია ჯიმშედ ხანს და ვიდრე სანაპირო კოშკს მიაღწევდნენ, მანამდე გავიდნენ მტკვარზე. ხორანთას ველებს რომ მიატანეს, კახელების ჯოგები შეხვდათ. ჭარბად იყო ნამრავლი საქონელი, შავტუხათ მაქოჩორა მეჯოგეები ეჭვის თვალით უმზერდნენ ირანელებს. ძლივს საკავებდნენ გაავებულ ძაღლებს, იოკებდნენ სატევრებისაკენ გაპარულ ხელებს, მაგრამ ალექსანდრე მეფის ხსენება და შაჰინ შაჰის რაყამი კახთ ბატონისადმი უმალ აშოშმინებდა მათ. ბარაქიან ველს ტყე და ხილნარ შერეული ხეობები მოსწევდნენ, ბაღვენახებიც მოხშირდნენ. რა სიტყვი ხოჯა მაჰმად? დოვლათიანი ქვეყანა ყოფილა კახეთი. დოვლათიანი. ტყე და ბაღნარი ყოფილა ერთიანად. უფრო და უფრო ჰკვირობდა ჯიმშედ ხანი. ბაღნარი. ხალხიც ამაყი და გაბედული ჩანს. გაბედული, უმალო დასტურებდა ჯიმშედ ხანს თავის ფიქრებში წასული მაჰმადი. იგი თავისას ითვალისწინებდა. ნალეკარი მურადაიზზე გრემში გაჩენილი, ასე ვთქვათ, თვალის თვალი უნდა წინასწარ კახთ ბატონთან ხლებამდე მოინახულოს. ხოჯა მაჰმადს არ უყვარს ბრმად ყოფნა. წინ და წინვე ყველა მნიშვნელოვანი შინაამბავი უნდა იცოდეს. მაშინ ელჩის სიტყვაც ღრმად დახლართული და შორს ნანიშნი გამოდის. ღელობიანში დიდ რემას წააწყდნენ. კახ არაბული ჯიშის ბედაურები ლაღად ნავარდობდნენ ველჩალიანში.
გამანდმოგდებული ჭაბუკები უმალ მოელვნენ დაავშრულ ულაყებს და რემა აირეკეს. ერთი ულვაშებ მოჩიტული ყმაწვილი მათკენ გამოწინაურდა. ხელმოჩრდილვით გამოხედა. ხოჯამ აჰმადმა მოსვლა ანიშნა. ყმაწვილმაც თამამად მიაგდო ცხენი. ბიჭო, ვისია ცხენები? ჯიქურად შეეკითხა მაჰმა. კახელმა დაახანა პასუხი. თვალი კარგად შეავლო მოსულთ, გადათვალა კიდევაც. შენ გატყობ ქართული ენა უფრო გიჭირს ვიდრე სპარსული თვალი. წყემსმა მოსხდა ცხენი. ახლა მარჯვნივ შემოაბრუნა. ვერ ახედავ აქოჩრილ ვარსკვლავსა. პატრონის ვინაობაც გეცოდინება. კამანდის ბოლოთით ცხენის დაღზე მიუშვირა და დეზი ჰკრაულახს. ალი ხოჯა მაჰმადმა იცნო ალექსანდრე მეფის დაღი. ქოჩორაყრილი ვარსკვლავის მსგავსი ნიშანი. ცხენის ბარკალზე ჭდეული ქილიკური პასუხი აღარ გადაუთარგმნია ელჩისათვის, თავის დასკვნა გაუზიარა. თამამად ყოფილა მეფე. თავის ცხენებს თუ ასე ახლოს აბალახებს, საზღვართან. ალაზნის შესართავთან სპარს ელჩიონს ვიღაც ცხენოსან მოუყელა, ალმედად წასულ ტყებილიგზე გასხდა და გაუჩინარდა. ალი ხოჯამ კამანდი შეუნიშნა მხარზე. წავიდა მაცნე, ჩვენს მოსვლას, ახლა მალე გაიგებს კახთ მეფე. გამოცდილი მწყემსები ჰყოლია. მოახსენა ჯიმშედს. დანარჩენი კი თავისთვის გაიფიქრა. ქართულად არ უნდა დამეძრა სიტყვა. პირველ მოზრდილ სოფელს რომ მიადგნენ, მამასახლისი და თავკაცები გამოეგებდნენ ბურმარილით. ხოლო გზის ციხის თავმა საპატიო ამალა გააყოლა შემდგომ ციხემდე. ამალის თავად მენაპირე ფიდო ბაცაცაისძე იყო. იგი უკვე კარგა ხანია კახთ ბატონმა აფრინა აქეთ. ირანელი ელჩების ფარულ მომლოდინეთ. კახელებთან თარჯიმნის საშუალებით საუბრობდნენ მოსულნი. თუმც ყველა გრძნობდა. თარჯიმანი ფარი იყო ორივე მხრისთვის. ირანელებმაც მეტწილად იცოდნენ ქართული. არც კახნი იყვნენ სპარსულსაზე დაუენოდ. აღარც ალი ხოჯა მაჰმადს დაუძრავს ქართული სიტყვა. იგი საერთოდ გამოიცვალა. უოცრევ მიწყნარდა, გაუჩინარდა, ელჩის ამალაში გაითქვიფა. მიუხედავად საკმაო სიცხისა, ჩალმა უფრო ჩამოიბურა. სახეს ყველა არიდებდა. იგი იმ მეძე ბარს დაემსგავსა, რომელმაც ნადირი იგრძნო, იყნოსა და ახლა ნაბულ ეპარებოდა. ფიდო გაფრთხილებული იყო ჯანდიერის მიერ კოჭლის სოლდაგრის შესაძლებელი გამოჩენის თაობაზე და ახლა თვალის კილოში ეჭირა ჩუმის სპარსი, რომელიც მართალია არ კოჭლობდა, მაგრამ იქნებ მისი ძველი უცნობ-ნაცნობი იყო. ჯიმშედ ხანი კი განზრახი თავმდაბლობით საუბარს სცილობდა კახელ მენაპირეებთან. თარჯიმანი სიტყვით მარცვლავდა კითხვა-პასუხებს. როდის ვიქნებით გრემს? გააჩნია როგორ ვივლით ბატონო ჩემო, პასუხობდა ფიდო. რა მანძილია გრემამდე? შორი ახლოა, გააჩნია ვინ როგორ ზომავს. სამტროდა თუ სამოყროდ, ბატონო ჩემო. სად იქნება ახლა კახთ ბატონი? თავის სამეფოში. სადაც ინებებს ყველგან ტახტი აქვს ერთგულებაზე და სიყვარულზე დაფუძნებული ელჩო ბატონო. ნეტავის გამოუწორთნია ასე. უსმენდა და ფიქრობდა გაკვირვებული ჩუმის სპარსი.
გრემში გავიგებ ვინ ყავთ ფარულ საქმეთა ოსტატი. თავის ხელობა უყვარდა ალი მაჰმადს, და სხვის ოსტატობასაც აფასებდა და ჩუმად ამაყობდა კიდევაც. პირველი კახური ღამე ყარაღად შეათიეს, მეორე წნორის წყალზე. აქაურმა მოურავმა და გამყოლებმა აქ რამოდენიმე დღით დასვენება შესთავაზეს, ვიდრე მეფის მესტუმრე მობრძანდებოდა. ჯიმშედ ხანს ეჩქარებოდა. მას საკმაოდ მობეზრდა ცხენის ზურგი და გრძელი გზა. ხანში შესულს საკმაო ღიპიც მოკიდებოდა და ფუფუნებას დანატრებოდა, ხოლო კახური ბაღნარის ჩრდილი და განსაკუთრებით ვენახის წვენი, რომელსაც იგი შინაურობაში და ჩუმათობაში ფრიად პატივს ასცემდა, გრემში მიაჩქარებდა მას. იქ ექნებოდა გალაღების საშუალება, გზაში კი სულ მოზიდული უნდა ყოფილიყო და მზის სწორის შახის დესპანის ამაყი და მაღალფარდოვანი ნიღაბი უნდა ეტარებინა. ჯიმშედ ხანი დიდი გვარის შვილი იყო. მის ახლო წინაპრებს ირანისათვის ჩვეულ ტახტის ძიების ორომ ტრიალში არაერთი თავი დაუკარგავდა, გვირგვინი ვერ უპოვლიათ. ჯიმშედ ხანი კი პატივმოყვარე უფრო იყო, ვიდრე უფლებამოყვარული. ამიტომ გადურჩა შაჰ-აბასის რისხვას, რომელმაც მთელი უფლება თავრიზის მემკვიდრეობითი მფლობელისა მას ჩამოართვა და შახის პირადი დესპანობის პატივი უხოდ მიანიჭა. საბოლოოდ ორი უკმაყოფილი იყო. მაგრამ ხანმაც იცოდა, რომ მასაც ისევე როგორც ყოველ დიდ მოხელეს შახისას თავისი ჩრდილი მუდამ ახლდა. ამჯერად ალი ხოჯა მაჰმადი ეჩრდილებოდა მას. ჯიმშედ ხანი ისე მიეჩვია ასეთ წესს, რომ სრულიადაც არ აწუხებდა ეს გარემოება. თვალისუპეებში და უხილავ მოძრაობაში ატყობდა ჩრდილს სურვილის დრეკას და თუ ეს მის პატივმოყვარეობას მაინც და მაინც არ ლახავდა, ყაბულს იყო ხოლმე. ახლაც მას პინძლის თხოვნაზე თავაზიანი უარის თქმას აპირებდა, მაგრამ ყურის კიდით მოგუდული ჩახველება ინიშნა. იცნო, საუბრის კილო გააჭიანურა და ამალას თვალი მოავლო. მის მოხელეთა შორის მიჩრდილული ალი მაჰმადი კრიალოსანს მარცვლავდა და თავის ოდნავი ჩაქნევით თითქოს ითვლიდა ნამარცულს. მას პინძლის ბეჯით თხოვნის მიხედვით ცხადი იყო, რომ ალექსანდრე მეფე არ ჩქარობდა ირანელი ელჩების მიშვებას გრემში. ალბათ ამის მიზეზიც ჰქონდა, მაგრამ არც ხოჯა მაჰმადს ეჩქარებოდა. ამ მიზეზის გამორკვევა ელჩების ჩასვლამდე უფრო საჭირო და უფრო ადვილიც იქნებოდა. ეს კი ხოჯა მაჰმადის დარგი იყო და უარად წამოწყებული სიტყვა ჯიმშედ ხანმა ხერხიანად შეაბრუნა და რამოდენიმე დღით დასვენება ინება. იმ დღესვე ორი შიკრიკი გაიგზავნა ირანელ ელჩთაგან. ერთს ჯიმშედ ხანისაგან განჯას მიჰქონდა ცნობა ელჩიონის კახეთს მშვიდად ჩამოხსევის შესახებ. მეორეს კი ხოჯა მაჰმადისაგან მიეცა საგანგებო დავალება. ხორანთამდე პირველ შიკრიკთან უნდა ევლო, მერმე კი გადაცმულიყო და ალაზნის გაღმა გზით ზეგამზე შემოვლით სასწრაფოდ გრემს ჩასულიყო. ნალეკარი მურადაიზზე ფარულად ენახა. მაჰმადის სიტყვა ემცნო და პასუხიც მოეტანა. ეს არც თუ ისე ძნელი საქმე იყო. ირანელმა შიკრიკმა მაქსუდმა ქართული იცოდა. ხოლო გრემ ზეგამის შარაგზაზე უამრავი ხალხი დადიოდა. უფრო ძნელი იყო ფარულ მაცნის შეუმჩნევი ან სარწმუნო საბაბიერი შემობრუნება, მაგრამ ამასაც მოევლებოდა. გზაბნეული შიკრიკის ფანდი უნდა გაეთამაშნა მაქსუდს. 3 დღის შემდგომ წნორზე მეფის მესტუმრედ იასონ ჭავჭავაძე მოვიდა. მეფის სახელით მოიკითხა საპატიო სტუმრები და
გრემში წვევას თხოვა. ნიშნად პირადად მეფის სტუმარ მასპინძლური ვალისა, ალექსანდრე საკუთარი ხელით ნანადირე ვალაზნის ხოხბებსა და შველ ჯეირნებს უგზავნიდა დიდად სასურველ ელჩებს პირველ პურადობის სილპატივად. კარგი სროლა სცოდნია, გულიც ერჩის და თვალიც უჭრის. ასე განუმარტა ალიხოჯამ ჯიმშედხანს ალექსანდრე მეფის წვენის ქარაგმა. გზაში მეფის მესტუმრემ სუფრა ალაზნის ხიდის თავში დიდი ჭადრის ძირას პირდაპირ მწვანობზე გაუშალა ელჩიონს. აქვე შემოეღარათ მაქსუდ, გზაბნეული შიკრიკი. ჯიმშედხანმა შიკრიკი იასონ ჭავჭავადის თანდასწრებით დაკითხა. განჯის გზიდან უკან მობრუნების მიზეზია თქმევინა. რა თქმა უნდა, შიკრიკთ ალაზნის მოსაბრუნებშივე გზა არ ეოდათ. ბილიკის საძებრად გაყრილიყვნენ, ხოლო დათქმულ ადგილზე მაქსუდს აღარ დახვედროდა თანამგზავრი. მერმე ლეკებს გადაჰყროდა, ძლივს გამოესწრო უკან. კახი მეგზურების გაყოლას შეპირდა იასონ დივანბეგი, მაგრამ ჯიმშედხანი გააწყრა და ბედოვლად შიკრიკს 20 შოლტი უბოძა. შახინ შახის შიკრიკებს გზა არ ებნევათ. სუფრის ბოლოში მჯდომმა ხოჯა მაჰმადმა სიამოვნებით გაჰკრა კბილი მეფისეულ ხოხობს. საქმე კარგად მიდიოდა. ჯიბეში მაქსუდის მოტანილი ქართული ჩოხის 3 მასრა ედო. 1 შავი, 2 თეთრი. შავში წერილი იყო, ხოლო თეთრი ქილები იმ შემთხვევისთვის იყო დათქმული, უკვე თუ შავის გადაგდება მოუხდებოდა მაცნეს. 2 თეთრი ნიშნავდა ფრიად საყურადღებო ამბებს, რომელთაც მურადაისზე მხოლოდ პირად ნახვის დროს ამცნობდა. ნასადილევს მდინარის პირას ჩაიყვანა შიკრიკი ალი მაჰმადმა. წვრილად მოაყოლებინა ნანახი და ნათხრობი. მურადაიზეს ფეხის დგენოდა. მოკლეხნით ლოგინზე ყოფილიყო მიბორკილი. ოსტატმა შავ ქილას გააზრო თავი და სანთლის ლუქი ასტეხა. ვიწრო მაგრამ გრძელი ხვეულბარათი ამოიღო. ქართულ ასოებით სპარსული სიტყვები იყო მარჯვნივ და მარცხნივ გაყოლებული. მურადაიზე ატყობინებდა ეგრეთ წოდებულ ურუსთ ელჩების ყოფნას კახეთში. პირადად ნახვის დროს პირდებოდა მათ სრულ სიანუსხის გადაცემას და ფრიადი საიდუმლოს გამხელას. ალექსანდრე მეფეს უკვე განეკუთვნებინა ჯიმშედხანისა და მისი ამალასთვის ბინად გრემის მცირე სასახლე ქალაქის გალავანს გარეთ. ნალეკარი პაემანს შაბათ ღამისათვის უნიშნავდა, თუკი ინებებდა ოსტატი, რადგან კვირას შახინ შახის მაღალი ელჩები საზეიმო პირველ წვევაზე იქნებიან მეფესთან. სწორად თუ ანგარიშია, დღეების ჩათვლის შემდგომ გუნებაში დაასკვნა ოსტატმა. ალბათ ხვალ პარასკევს გრემს ჩავალთ. შაბათს დაავისვენებთ. სწორედ მაშინ არის დრო. ისევ წერილს მიუბრუნდა. იქ ყველაფერი ზუსტად იყო გათვალისწინებული. შაბათს მარმარილოს აბანოში მიგიწვევენ. იქ მექისე რაჰიმადა ხვდებათ. ვაღლახმე თავად ვერ გეახლებით ფეხის გამო და თუ ინებებთ, მექისეს გლეხკაცური ჩოხა ექნება თქვენთვის. ინებებს, როგორ არ ინებებს, ამისთვის მოდის. თავის თავზე მესამე პირში ჩაიდუდუნა ალიხოჯამ. წერილი ბოლომდე ჩაიკითხა.
ყველაფერი ოსტატურად იყო ნავარაუდები. ბინის ადგილმდებარეობა მისაკვლევი იყო ნანიშნი. მეფის საჯინიბოს მახლობლადზე და უბანში, შუქი მარცხენა სარკმელში. ცოლშვილიც სოფელში გაუშვია. მარტონი იქნებიან. გლეხის მიმოსვლასაც ვერ ვინ გაიგებს და კახტს არანგებს ისევ მარმარილოს აბანოს ალაყაფით მოევლინება საპატიო სტუმარი ელჩის მრჩეველი. ალი ხოჯა მაჰმადმა კმაყოფილებით დაახვია მასრის ნუსხა და ახლა შოლტი გაშალა. ოჩაღ მაქსუდ დაგიფასებ. ახლა კი ელჩის ნაბრძანები. ხელი უყო ჩაშავებულ მოხელეთა დახმარებით. იქვე რიყეზე ხით ქვეშ წამოაქცევინა გაოგნებული შიკრიკი და გამოშიშვლებულ ტანზე შოლტი დასცხო. შიკრიკი ძალზე ჯიუტი გამოდგა, ხმას არ იღებდა. რეგვენო, როცა გცემენ მაშა სადამე სურთ რომ იყვირო და უფრო უსუსხა შოლტი. ახლა კი გადრა ხმის ამოღება ნაშიკრიკალმა. ხიდზე კი კახთა სარანგები და მგზავრი ხალხი გადმომდგარიყო. უმზერდნენ თუ როგორ დაუზოგავად სჯიდნენ ირანელნი შახინ შახის გზაბნეულ შიკრიკს. გრემ ქალაქის რიყის კართან ჯიმშედ ხანს შეეგებნენ კახტიდებულნი, აზნაურნი და მეფის დროშის მეთოფენი. ცხენ და ცხენ შეიყარნენ. ომან ჩოლოყაშვილი წარუძღვა ელჩებს. ხოჯა მაჰმადმა თავიდანვე შენიშნა, ქალაქის დიდი კარიბჭე არ გაუღიათ. ჩანს სწორად ცოტნია მურადაისწეს და ასკვნა მან, როდესაც ქალაქი ხელმარცხნივ მოიტოვეს. თავზე გადმომდგარ მთავარანგელოს შემოუარეს და გზაბაღნარებში შევიდნენ. მაღალ ხეივნარში დიდნაშენი სასახლე ჩანდა. მოჩუქურთმებული კვარცხლბეკები და ბან აივნები ჩაბურული იყო მწვანეში. ახლო რომ მივიდნენ, მთლიანად შეფოთლილი გალავანი შენიშნეს. კარიბჭესთან ხელთოფიანი დარაჯები ქვაძეგლებივით იდგნენ. მეფის სასახლე. წასჩურჩულა ხოჯა მაჰმადმა ჯიმშედს. ამ სასახლესაც ჩაუარეს და ოქლაქის წყაროსთან გავიდნენ. ვენახის შუკებში მოხვდნენ. აღმართს შეეკიდნენ და უკვე აღმოსავლეთით მიადგნენ ქედ-ქედ ჩამოკიბულ მთავარ გალავანს. ზემოთ საგუშაგო კოშკი იყო გალავანში ჩაშენებული. ყუდროში კი ტყებაღნარის წიაღში ლურჯი შორენკეცებით მოპირკეთებული ორსართულიანი შენობა ჩანდა. მასპინძლები ფართოდ გაღებულ კარიბჭეში შეუძღნენ სტუმრებს. დახურულ ნუშიანში დაქვეითდნენ. აქ უკვე შინამსახურნი მოეგებნენ. მცირე სასახლის მხარგაშლილ და მოჩრდილულ აივანზე ხელფარდაგებით დაფენილ კიბით იწვიეს. ალბათ დიდი ვინმე, მეფესთან დაახლოებული პირი უშოვნია ლექს, ფიქრობდა ალი ხოჯა. როგორც მოიწერა, ჯერ ყველაფერი ზედმიწევნით მიდის. შინამსახურებმა უმალ მოახსენეს, რომ გალავან კოშკის მცირე კარით სულ ახლო იყო ქალაქის ქულბაქები, არც მეჩეთი იყო შორს, უკვე თუ მოისურვებდნენ ლოცვას.
ხოლო შაბათ-საღამოს ცხენ ურმები მიართვეს, მარმარილოს აბანოში იწვიეს. ნელს საცხებლები და აეროვანი ქაფით შეამებული ალი მაჰმადი მარმარილოს ლორფინზე წამოწოლილი ნებივრობდა და კარგად შეღამებას ელოდა. მექისემ გულმოდგინედ დაუზილა ზურგწელი, ფაფუკ ქაფში შეაცურა. დიდი არს ალახრახი? დიდი არს, ქისსეპწა უძრობლად ხელები აღმართა რახიმმა. ჩემს ტანს ახლა გლეხური ჩოხა უფრო მოუხდებოდა ვიდრე საპნის ბუშტუკები. რახიმმა უფრო გაბერა და რაიას თოფრა და მუშკ-ამბრის სურნელით შეზავებული საპნის ქაფი გულმკურდზე გადააფრქვია ოსტატის ოსტატს. გლეხური ჩოხა ადვილი საშოვნელია გრემში, პირობასა და ბრძანებას გააჩნია დიდო ბატონო. მას დაუჩქარე. დანარჩენი შემდეგ იყოს და საპნის ქაფი აბრეშუმის სავანებით გადიძრო. ნება თქვენი არს? აქ თუნდაც დილამდე არავის შემოუშვებ. თავი მდაბლა დაუგრა მექისემ, ნელთბილი წყალი გადაავლო, ზეწრები და ბოხჩა მოართვა ალი ხოჯა მაჰმადმა აბრეშუმის საცვლებზე, სადა გლეხური ჩოხა ხალხი ჩაიცვა, წინდა ქალამნები მოირგო და სარკეს მიაშურა. შეათვალიერა თავისი სახეიერი. მოკლე, ოდნავ ჭაღარა წვერი მგზავრობაშივე წამოზრდოდა. კისერზე და ყურიზირებში გამობურდოდა. ჰინაც გამოხუნებულიყო. აბანოს შემდგომ კი აღარ სთვეტყობოდა, ჩალმის ქვეშ ნამალითმა წამოქოჩროდა, სახეს მრგვალად უჩენდა. ახლაზე ნაბდის ბუდე ქუდი დაიკოსა, ცალი წარბი მაღლა შეაგდო, ლაშები ოდნავ გადმობურთა. უსწოროდ შეკრა და გაეღიმა. თავადაც ვეღარ იცნო, შაჰინ შაჰის თვალი მესაიდუმლე, სარკეში ერთი ბედოულათი ტეტია გლეხის სიფათი ისახებოდა. რახიმმა უკანა კარით შეუმჩნევლად გაიყვანა და მთის კალთაზე შეფენილ უბანზე მიუთითა. ალი მაჰმადმა შარაგზა სწრაფად გადაჭრა და ქულბაქების ქუჩას ახვა. ხალხი კიდევ ბლომად იყო ქუჩა ბანდებში და ფოლორცებზე. თარსა გალავანში ზურნის ჭყვიტინი დალხინის ჟრიამული იდგა. ამქრები ქეიფობდნენ. ცხრა კარის მხრიდან ხალხი ჯგუფ-ჯგუფად მოდიოდა. ტეტია გლეხიც ამ ხალხში გაერია და ქალაქის ქუჩებს გაჰყვა. მეფის ქარვასლასთან გავიდა, სომხების ეკლესიის მიჯნაზე აუხვია. სამჭედლოები განზე მოიტოვა. გორის ძირში უკვე ურმის მოხელეები სახლობდნენ. უღელგაყრილი, აყუდებული ახალი ურმები უსიტყვო მლოცველებივით იდგნენ. აქ ქალაქის მთავარ გალავანში ნახირის კარი იყო. ხელმარჯვნივ ყორით შემოვლებული მეფის საჯინიბო ჩანდა. ხოჯა მაჰმადმა ყორესთან გზა გაიმოკლა. გვერდის შუკაში ცხენებმა ჭიხვინით ჩაუქროლეს. მეფის დაღი აქოჩრილი ვარსკვლავი მოაგონეს. შუკის ბოლოში ყარაულებს გაჰკრა თვალი, მაგრამ ისინი თავადაც გაბრუნდნენ. ალბათ ვერ ზამინახეს, გაიფიქრა ეგრეთ წოდებულმა გლეხმა. და უფრო თამამად ახვა გორის უბანს, მაღლა ქუჩის ბოლოში, ქედის თავზე დაბალგანიერი ციხე კოშკი რომ მოჩანდა. ალი მაჰმადმა კარგად იცოდა, იქ დილეგი იყო. გორის უბანში ოდნავ გზა აერია, ახალი სახლები მოშენებულიყო ამ უბანშიც.
ბედად სარკმლის შუქვარსკვლავი შენიშნა. გზას ის უკვლევდა. ეზოში შევიდა და კარს მიუგაგუნა. უმალ გამოეგება მურადაისზე. ყაბარჯენს უხერხულად იშველიებდა. უცნობის დანახვაზე შედგა. ოდნავ შემკრთალი და შეცბუნებული ხმით შეეკითხა: ვინ ხარ? რა გინდა? ხოჯა მაჰმადს მასპინძლის შემკრთალი კილო საამოდაც დაურჩა. ოთახში შევიდა და მურადაისძეს თეთრი ქილები გაუწოდა. ოსტატო ნუთუ? გელოდით და მაინც ვერ გიცანით. ცალი ყავარჯენი გადააგდო და ხელი ჩამოართვა. ხატზეც დავიფიცებ და ყურანზეც. ახლა დაბადება გინებებიათ? კარი გამოიხურა და ტახტისკენ მიიწვია. თავად უნდა გხლებოდი, მაგრამ ხმა ჩაეხრინწა და ყავარჯენზე ხელი დააცურა. ხოჯა მაჰმადმა შეამჩნია, დანისპირივით გამხდარი და კეხიანი ცხვირის ნესტოები უთრთოდნენ ნალეკარს. სპარსი ბუნებით გულადი იყო. შემკრთალი კაცის დანახვა მხიარულ ბუნებაზე აყენებდა, ანუ გეშებდა კიდევაც. ხდალი მუდამ ზედმეტად ფრთხილია. ზედმეტ სიფრთხილეს კი ამ საქმეში არ აუშავს რა. აბა მოკლედ, ჯერ სიანუსხა ურუსებისა? ინებეთ, მურადაისზე მცირე გრაგნილი გადასცა. სხვა ამბები? ნალეკარმა სახელდახელო და სხაპასხუპი თუ ამბო რუსთელჩის ამბავი, საერთოდ კახეთის მნიშვნელოვანი ავკარგი, გულმოდგინე და აზრიანად აღენუსხა ყველაფერი. ალი მაჰმადს გაუკვირდა კიდევაც ისეთ ცოდნასა და გამჭრიახობას იჩენდა ეს საშუალო ხელის ქეთხუდი. იგი შიგადაშიგ თავისებურ ელფერსა და გაშუქებასაც აძლევდა მოვლენებს. არაფერი გამორჩენია მახვილ თვალს. ძლევანდელი უხვი მოსავალიც, ბაზრის მააზანდაც. მეფის ოჯახის ადგილ სამყოფელი, ქართლ კახეთის ჩუმი უბრობა, ნუგზარ არის თავის მარცხი ხევში. კახთა ლაშქრის მომრავლება და შინაგანი მომჯობინება. არც ის გამოპარვია მაცნეს, რომ ვიღაც რუსი ელჩთაგანი გრემ-დილეგში უზის მეფეს. საერთოდ კახეთის მიტაცებას სურებიათ რუსებს, ალექსანდრე კი თურქთა მებრძოლ მეკავშირეს დაეძებს. ახლა შაჰინ შაჰთან აპირებს თურმე წაბრძანებას შველის სათხოვნელად, მეტად ნაამები ყოფილა თქვენი მობრძანებით. ჩემზე ხომ არ დაძრულა სიტყვა? ხომ არაფერი გსმენია მირვან სოვდაგრის დროინდელიან შემდეგ? მურადაიძემ უეცრად შემტკივნებული ფეხი ამოიზილა და ამოიკუდა. არაფერი. ხოლოდ ჯიმშედ ხანს იხსენიებდნენ. კიდე? აჩქარებდა ფეხმტკივანს ფეხმარტი. იგი ხომ აბანოში იმყოფებოდა? მართალია, აბა ვინ დააჩქარებდა ელჩის მრჩეველს, მაგრამ უბრალო ეჭვსაც ერიდებოდა ოსტატი. ხოლო კახელები რომ უთვალთვალებდნენ, ეს კარგად იცოდა. დანარჩენი მერმე. დრო გვექნება. კარისკენ დაიძრა მაჰმადი. ნალე მოიშორე ყავარჯენი. შენი მუხლი და მოხერხება დამჭირდება. კარგი მაცნეები გაგიჩენია. შენი ნათქვამი ყველგან წინ ხვდება. დაგიფასე. ალმაცერად გადაგდებულმა მოზრდილმა ქისამ ოქროს რეჩხი გაიღო ტახტზე. კარში რომ გავიდა, ერთიც შემოზახა ხმადახშულად. მურადოღლი, მეფის მოხელეთა შორის, ახლა ვის უნდა უფრთხილდეთ ყველაზე უფრო? ისევ იმას, ულვაშს, ჩურჩულით უპასუხა აკანკალებულმა ნალეკარმა და
კარი დაიხშო. ულვაშს ხრები შეყარა სპარსმა. რა ყველას ეშინია ამ ულვაშისა? მე კი ჯერაც არ გადამყრია. უკან იმავ გზით გამობრუნდა ნავები. გულდა მშვიდები დანებიერად მოაბიჯებდა თავქვე. საღამოც კარგი იყო. საქმის პირიც. მას ნაბანოებს საერთოდ უყვარდა კიდევაც გასეირნება. საჯინიბოს ყორეს რომ გაუსწორდა, ვიღაცამ შესძახა. ზედაც ჩრდილები წამოცვიდნენ, ყოველ მხრივ შესტა ცეცხლები. სანამ აზრზე მოვიდოდა, კისერზე წამოგდებული თოკი იგრძნო, ხოლო ზურგში მობჯენილი ხანჯლის წვერი. ჩაგვივარდი, ღდინძაღლო, გაგიტკბა მეფისეული. ელდანაკრავი ალი მაჰმადი ჯერ დაიბნა, მერმე გაბრძოლებას სცადა, მაგრამ ხანჯლის წვერმა ჩასჩხვლიტა და უმალ დააშოშმინა. თოკიც გასწია მეწინავემ. იგი ძალაუნებურად მიხვა. ჩავვარდი, გაშმაგებით ბორიელობდა ფიქრი. რა გინდათ ჩემგან? ძლივს ალუღლუღდა. ერთი ქართველი გლეხი ვარ. მერმე და ამ გლეხსა მეფის ცხენები რამ შეგაყვარა? ახლა სულ დაიბნა ხოჯა მაჰმადი. მეფის ცხენებიო? ისევ გაჯიქდა, კისერზე მოგდებულ ყულფში ნიკაპი ჩაიგდო. რას მერჩით, კაცო? თვრალები ხართ, თქვენ გზაზე იარეთ. ყაჩაღები ხართ, მე რა საზარცვი ვნახეთ? რომ მახჩობთ, გაგონილა? ენა მოიკვნიდეთ ცხენის ქურდო, თოკი უფრო წაეჭირა კისერში. ასეთ ორჭოფულ და ყელწაჭერილ მდგომარეობაში რომ არ ყოფილიყო, უსათუოდ გადიხარხარებდა. მას შახინ-შახის მარცხენა თვალს, დიდებული ელჩის მრჩეველს, მრავალი სიმდიდრისა და ცხენის რემათა პატრონს ახლა ცხენის ქურდობას აბრალებდნენ. მაცალეთ, ცხენები რა შუაშია? კიდეშია, კიდეში. აგერდილებში მიგაბძანებ და იქ გამოირკვევა რა შვილიცა ხარ. სახუმარო საქმე არ იყო. თვით გაუგებრობა არ აწუხებდა, მაგრამ ვაი თუ იცნეს. დავიხრჩვი. ცოტა სულზე მომიშვით. აბასაც აგივალთ. და როცა სული ამოიბრუნა, უმალ შევედრა. მაგ საქმეში უბრალო ვარ. ევალახ უნდა ეთქვა. ენაზე იკბინა. ღმერთი ახსენა, თანაც შეუმჩნევლად უბიდან რუსთასია ნუსხა გრაგნილი გააგდო. ცოტა გულზე მოეშვა, უფრო ამუდარდა, მაგრამ მის ვედრებას ყური არავინ უგდო და ბიძგებით ციხე კოშკისაკენ წაიყვანეს. ალაყაფს უგანეს და მცირე მოჭედილ კარს მიაკაკუნეს. გამიშვით, კიდევ ერთხელ შეღაღა და გლეხმა. ღმერთი არა გწამთ, თქვენი სარგებელიც ჩემზე იყოს. სარგებელიც იქნება და ურგებელიც. მეწინავე გაღებულ კარში შევიდა და თოკი მოსწია. ალი მაჰმადი ძალა ბარბაცით შეჰყვა. ქვევით ჩამავალ ვიწრო კიბეზე ბნელოდა, ბოლოში კი ღია კარიდან სინათლე გამოგრთოდა. ეგრეთ წოდებულ ვითომდა ცხენის ქურდს სული შეეხუთა. საფეხურები აეშალა. ვიღაცამ ფეხი გამოსდო, ალი მაჰმადი ჩაგორდა, გაღებულ კარში მოსხლეტით შეგრიალდა და იატაკზე გაიშხლართა. თავი რომ წამოსწია ელდა ეცა. მაგიდას ვიღაც მსხვილ ულვაშა კაცი უჯდა. ულვაში. სადგისივით ეძგერა ეჭვი. ნალეკარის სიტყვა მოაგონდა. ვინ არის? რა სერჩით? დაგუბულ ბანით შეკითხა მომყვანებს დამხტური. ასე როგორ იქნება? აყენეთ. ულვაშმა თანაგზრობით გადახედა მოყვანილს. მაჰმადმა აღარ დააცადა,
სიტყვა ამოქმედდა, ახლა საჭიროა ოსტატობა, სახეთმეტყველება, ყველა სახერხი და უხერხი, თორემ ასე უაზრო და ანაზად იღუპება თავი და საქმე. ბატონო, შენი მუხლების ჭირიმი არ ვიცი რა. რად მომიყვანეს? მუხლებზე ხოხვით მიახლა ულაშოვანს. დამაცა, ფეხზე ადეკ, ახლა დამჭერს მიუბრუნდა. მეფის საჯინიბოსთან დავიჭირეთ ყორეს თავში. სწორედ იქ ნიშანი რო დაემალათ გუშინწიდელ ქურდებს. აჰა, გასაგებია. ულვაშოსანმა შეკრა ისედაც ურთიერთს გადასკვნილი წარბები. აბა გაჩხრიკეთ. ისე კი რაც უდროს მომიყვანეთ მეფეა ციხეში. მეფე? გაიკვირვეს მომყვანება და ცარიელი ჯიბეუბე გადმოუბრუნეს გლეხს. ოდე, თავარ საკანშია, რუს თარჯიმანით შეიყოლა. ხოჯა მაჰმადმა, მიუხედავად თავისი დარდისა, ყურის ცქვიდა. რუს პატიმართან მოსულა, მოაგონდა მურადაიძეს ცნობა. სარაური ხარ, რა გინდოდა იქ? აბა დაიწყე სიტყვა არ შერიო, თორემ. ულვაშოსანი მუშტით დაეყრდნო მაგიდას და ააჭრიალა. მაჰმადს გააშრჟოლა. ჭარბი ძალადანების ყოფა გამოჰჭვიოდა მოხელის სახექცევაში. ოსტატი იშვიათად ცდებოდა ხასიათის გამოცნობაში. უფრო დაძაბა ყურადღება, სახე კი გათაფლა და ამეამიდა. დიყმელი ვარ შენი ჭირიმე, ურბის მოხელე, გრემ სამუშაოთ მოვსულ ვარ. და თვალებში მონუსხულივით შეაჩერდა ულვაშას. გვარი, სახელი. სახელი? ხომ არ დაგავიწყდა? ტატო შენიკვნესამე, ბაძიაშვილი. ხელდახელი ცრუა ხოჯა მაჰმადმა. ტურჩიც ჩამოიბრიცა, ცალი წარბიც მაღლა შეიგდო. სწორედ ისე აბანოში სარკისწი რომ შხრეკავდა ტეტია გლეხის სიფათს, თანგუნებაში ახალ შეთხზულ სახელსა და გვარს იმეორებდა, დავიწყებს ეშინოდა. ბაძიაშვილი. ჩაფიქრებით გაიმეორა და ეჭვიანი ხიბილით გადმოხედა ულვაშამ ტატოს. მერე მოაგონდა. მართალია, არი ასეთი გვარი დიღომში. გიშველა ღმერთმა, გაახლავთ შენი ჭირიმე, გულზე მოეშვა ტატოს. რა კარგად მოუვიდა ნათქვამი. აბა, მოკლედ მოსჭერ ბაძიაშვილო, მეფემ არ მოგვისწროს. მაშ ურბის მოხელე ხარ? კიდევ კარგი რო თვალებში უმზერს არახელებში. აბა, რა ურბის ოსტატის ხელები აქვს? შეღებილი ფრჩხილები და მოვლილი თითები. ტატომ ჩოხის სახელოებში ჩამალა. რა გინდოდა მეფის საჯინიბოსთან? დაკითხვას გადაგძობდა კახი. ხოჯა მაჰმადმა კვლავ მოიმაგრა გული. სიგრძე მეტი ქონია ულვაშს ვიდრე გამოცდილება. და თავის დაღწევის იმედი მოეცა. ბოლოს და ბოლოს მართლა ხომ არ მოუბარავს ცხენი. გზად ჩამოვიარე. გორის უბანში ვიყავი. წმინდა გიორგის საყდარში ვილოცე. ზიარებაც მივიღე. აბა დაიფიცე. მე და ჩემმა ღმერთმა და სპარსმა დიდი სასუებით სამჯერ ზედი ისახა პირჯვარი. ანაზდად ულვაშოსანი ადგა, თავს წამოეტოტა, მასზე გაცილებით მაღალი ჩანდა. ურმის მოხელე თუ ხარ? ეს გეცოდინება. რა არის? უჯრიდან რაღაც ნაჭედილი თონი ამოიღო და მიაწოდა. ცოტა თვალს მაკლია, აბა ერთი შემახედე ჩემო ბატონო, ამ საათში მოგახსენებ წვრილადა. დროს იგებდა სპარსი. თან გამოსავალს ეძებდა. ნივთი ჩამოართვა, ირიბად გახედა. ციდისოდენა რკინა ქიმებ გასულ
ვარსკვლავ გვირგვინად იყო ნაგრეხი და ნაჭედი. ისევ მეხსიერებამ იხსნა, ნახატობა იცნო. მეფის ცხენების დაღი, აქოჩრილი ვარსკვლავი, გული აუჩქროლა ფიქრმა, უფრო ახლო გასინჯა. ყოველ ეჭვს გარეშე ის დაღი იყო, რომლის ნაჭდებიც კახეთის საზღვრიდან მოყოლებული არაერთ გზის ნახა ცხენის ბარგალზე. ასეთი რამ ოსტატს არც ცდება, არცავით წყდება. მიგიხვდი. აი სად მიგებ ფანტს. შეგირცხვე სულვაში, ой რა ბალღური ხერხია. გუნებაში შეთამამდა მეურმე. ბატონო ჩემო, ჩემ ამზემ იმდენი დღე თქვენ შეგმატოს, რამდენიც მეურემი გამითლია, მაგრამ ეს რკინა ურმის ხელობასთან არაფერ შუაშია, მაჩვის ხაფანგს აგავს. კახმა ჩამორთვა რკინა. დიდი გაქექილი ჩანხარ. ტყუილს კადრულობ მერმე არინანო, საკუთარ ხაფანგში არ გაება. ტაბიკის ოდენა თითი დაუქნია. მაშ აქოჩრილი ვარსკვლავი არც გაგიგია, არც გინახავს. აბა მოიგონე. არა შენი ჭირიმე ღმერთია მოწმე, რეგვენობაში ნუ ჩამომართმევ და ცის მეცნიერი არ გახლავარ. ჩემი ურემი დედამიწაზე ძლივს და ბობყავს. აბა ვარსკვლავები და ტაბიკებად გამომადგება, გინდა ქოჩრილი იყოს და გინდა უმქოჩრო. ულვაშოსანს გაეღიმა. დარაჯებმაც იბრუნეს პირი და აფრუდუნდნენ. ეს ვიღასია, უეცრად ნაბადი გადმოუგდო ულვაშამ. ალი მაჰმადმა, როგორც ყაირათიან გლეხს შეეფერებოდა, დინჯად გაშალა ნაბადი, გადმოაბრუნა. ახლა ნაბადს მიგებს. ნაბდის ფანდი მეთავად დამიგია, აქვე კახეთში. ძველი ამბავი მოიგონა, ნაბადი დაკეცა და უკან დაუბრუნა. ნეტავი ჩემი იყოს, თუმცა გრძელი კია, მაგრამ ნაბადი სიგრძითა და ქალი ახალგაზრდობით აბავის დაუწუნებია. ხუმრობაც კი სცადა ტეტია მეურმემ. მაგრამ სრულიად მოულოდნელად ულვაშოსანმა ქეჩოში წამოსცხო და პირქვე დაანარცხა. სად არის ცხენი? თვალ დაუბნელდა სპარს. ხმამაღლა ბღავილი მორთო. სად არის მეთქი? აბა რა ვიცი, რას ჩამაცივდით ამ ცხენებითა, ეს რა უბედურ ქვეყანაში ჩავვარდი. შოლტი! ხლებლებმა უმალ ხარის ზარღვი უართვეს კახს. ახლა კი უფრო შეშინდა ხოჯა მაჰმადი. არა, ხარის ზარღვის კი არ ეშინოდა ოსტატს. შახ-აბასის სამსახურში არაერთხელ თვითონაც მოხვედრია და თავადაც დაურტყამს. გუშინ წინდელი შიკრიკისა არ იყოს, მაგრამ ცრუმეურმესა და ძალა ცხენის ქურდს გაშიშვლებისა შეეშინდა. ტანზე ალბათ ჯერ კიდევ რაჰიმას ნელსაცხებლის სურნელი აზდის, ესეც არ იყო, დაკერებულ გლეხის შარვლის ქვეშ წმინდა აბრეშუმის საცვლები აცვია. მართლა სუბრმები ხომ არ არიან? აბა მოემზადე, ან თქვი? ცდიან. რაღაცნაირი იმედი კიდევ მოეცა ხოჯა მაჰმადმა და დასწრებას სცადა. რა ვთქვა? სხვა მიქურდოს და მეფეხები დამისივოთ? სადაური ანგარიშია, უმალ ქალამნები წაიყარა. თქვენ სინდისზე იყოს? არა, შალვარი. ვაიმე, ცივი ოფლიც კი გამოუმშრალდა ელჩის მრჩეველს. ახლა კი დავიღუპე. თუ გამიგეს ვინაობა ცხენის ქურდობის ეჭვს, ვინ მაკმარებს უმალ ჩამკლავენ, საქმე რომ ჩაიფარცხოს, შერჩებად კიდევაც. ვერც გაამხელს ჯიმშეთ ხანი,
თუ გამომაცხადეს საქვეყნოთ, მაშინ შაჰ-აბასი მაინც ამიგებს წესს. იქით გამეცალეთ, იქით წაიყვანეთ, კუთხეში, იქ უთაქეთ. ვიდრე სიმართლე არ ათქვას იქამდე. ხლებლებმა მაშინვე წამოკრეს ხელი. სხვისი ხელი რა თუნდა ბნელ კუთხეში თავად მიხოხდება. არც დააყოვნა, ჩუმი ხოტბაც შეასხა ალაჰს. ისევ ააწყო ფიქრები, სიმაგრე მართებს და ბედი მწყალობს. ვიღაცამ ხონჯარი შეაწყვიტა, ვიღაცემა ხელფეხზე მოსდეს თოკი და შალვარი გადაუწიეს, მაგრამ გული უკვე საგულეს ჰქონდა ხოჯა მაჰმადს. კუთხეში ძლივსხა აღწევდა სინათლის შუქი. 3-4 რომ უსუსხეს ზარღვი, ისევ აბღავდა შოლტის ქვეშ თუნდაც გამოცდილი ოსტატი და გამძლე მაქციერა პირველ ყოვლისა და მაინც ნაცემი და ტკივილ შეყრილი ძეხორციელი იყო. რას მერჩით თქვე უკუღმართებო, აბა რომელიც ცხენის ქურდი მემნახეთ, სად არის საბუთი? ასე არ იქნება, სამართალს მოვითხოვ, მეფე ბატონთან გიჩივლებთ. პირი აუხვიეთ, მეფემ არ გაიგოს. ალი ხოჯამ შეკრთომა შეატყო დარაჯებს და უმატა ყვირილს. ზედაც სეფე სარანგი შემოიჭრა ოთახში. მეფე გიხმობს. ეს რა ყვირილიაო? ულვაშამ ნაბადი გადაუგდო თავის მოხელეებს. წააფარეთ. თავად კი გავიდა. კარი ღრიჭოდ დააგდო. ხოჯა მაჰმადმა ახურებულ რბილოზე ნაბდისხაო იგრძნო. შეკოჭილი სხეულის ტკივილი რომ შეუნელდა, ახლა სიბრაზე ახრჩობდა. როგორ უხეიროთ აიბურდა ასე ჩინებულა დაწყობილი და დაწყებული საქმე. გუნებაში ყველა ქვეყნისა და დროის ცხენის ქურდებს წყევლი და ახლა ესეც აწუხებდა მეფე არ წამოსდგომოდა თავზე. გაგონილი ქონდა მისი თვალმეხსიერების ამბავი. ამ დროს დერეფანში ლაპარაკი მოესმა და ხელად ყურის წკვიტა მაცნემ. ულვაშას ხმა იცნო. არა ბატონო ჩემო, ხელს სახების საბუთი არაფერია. მაშრა დაწამებთ? რომელ სამართლის ძალით? რა გიბრძანეთ? ეჭვია ძლიერი. მარტო ეჭვით არის ჯება კაცი. შენ უმჯობესია იმ რუს ჯაშუშს სათქმევინე. რა ფანდებს გვიგებენ ჩრდილო მხრიდან შამხალთან ერთად? ხვალ მჭირდება. შაჰ-აბასის ელჩებს რომ მივიღებ. ყველაფერი უნდა გავაცნო წვრილად. ბატონი ბრძანდებით, ქვასაც ავალაპარაკებ. აგრე თორემ, ის დგომი ხართ ჩემს საჯინიბოსთან გავლილ ტეტიას და ღდინს საცლით. აბა ერთი შემახედეთ. კარი გაიღო. ამ წუთში ხოჯა მაჰმადი ყველა ენაზე ლოცავდა მეფე ალექსანდრეს. ჯერ ერთი და მხსნელად ევლინებოდა მას. მეორეც ასე ულოდნელად თავისი ყურით მოისმინა კახთ მეფის კეთილ განზრახვანი. ამისათვის კი ღირდა შოლტის მიღება. ვიღაცამ თავთან ოდნავ გადაუწია ნაბადი. თავქვე დამხობილი, ისედაც განაბული მელა მაცნე სულ გაისუდრა. მას კახეთის მეფე უმზერდა. ის მეფე, რომლის წინაშე ცხვალუნა წამდგარიყო ჯიმშედ ხანთან ერთად. მოასულიერე და გაუშვით. ისე კია, მეტი აღარ მობრუნდეს კრებისაკენ. ისევ გაიღო კარი. ხოჯა მაჰმადმა მხოლოდ მაშინ ღაგაბედა ნაბად ქვეშიდან ჩუმად გამოხედვა. ალექსანდრე მეფე კარის გიმში იდგა და ულვაშას ღიმილით ხმადაბლად ესაუბრებოდა. მელა მაცნემ კვლავ დაძაბას მენა. დავით ჩემო, ხვალი ნელთადარიგს დროზე შეუდექი. საჩუქრებიც რიგიანები იყოს. მაინც ჯიმშედ ხანსა და ალი ხოჯა მაჰმადს შეურჩიე. მათთან მეგობრობას ვეშურები. დიდად პატივცემული გვამებია.
ჩემი საჯინიბოდან საუკეთესო ცხენები მიართვით პირად საჩუქრად. გულ მშვიდად ბრძანდებოდეთ, ჯანდიერმა გააცილა მეფე. ხოჯა მაჰმადს გული აუჩქროლდა. ეს რა ხათა მჭირს? ახლა მეფის საჯინიბოდან ცხენის ქურდობას მაბრალებენ, ღდინს მაცლიან. ხვალდილით კი თავად უნდა მომართვან ამავ საჯინიბოდან, ამავე მეფის ნაწყალობებით ცხენი. ეს რა ჯადო ძალაა ჩემს თავზე. დავით ჯანდიერი მალევე შემოbrunდა. ბაბაძიაშვილო, შენ ბედზე მოსულან შაჰის ელჩები თორე, ასე იოლად ვერ წაგვივიდოდი. რომ გახვალ, სადაც ეზიარე, სანთელიც დაუნთე იმ ხატსა და ელჩობის ვარსკვლავს. ეს რა საოცრება ტრიალებს ჩემს თავზე. გულწრფელად გაკვირდა მაჰმადი, რომლის შებრუნებულ გონებაში მეფისა და დავითის ყოველი ნათქვამი სულ სხვა აზრსა და შინაარსს იღებდა. აბა დაღი, რომ მეტი ვეღარ შემობედოს გრემში, რამდენჯერაც მეფის ცხენზე შეჯდეს მოგვიგონოს. აბა ერთიც. და დარაჯმა ისევ გადააძრო ნაბადი. ისე წეღანდელი. დაღი უკვე გახურებული აღმოჩნდა. გარედან შემოიტანეს გრძელტარა მაყაშით. როგორ გაუწაფავს დარაჯები? გაიფიქრა ოსტატმა. იგი გაშვების მოლოდინში აღარაფრად აგდებდა მოსალოდნელ ტკივილსაც, რომელიც ბოლოს დაღუპვისგან იხსნიდა მას. სიხარულს ძლივს ფარავდა. ჩემი ბედის ვარსკვლავიც ეგ ყოფილა და ეს არის. ერთი კი შეკივლა მწარეხმით, როდესაც გავარვარებული სადაღე დაადეს მარჯვენა რბილოზე. ოთახში ხრაკის სული გავარდა. მორჩა და გათავდა. აიწი შალვარი, მიაძახა დარაჯმა და გააცალა სადაღე. მალა მოდასხეთ, იქნებ კიდევ გამოადგენს ბატონს. ეგ ხომ ახლა აქოჩრილი ვარსკვლავის დაღის კვიცია, გადაძახა მაგიდასთან მიმჯდარმა ჯანდიერმა. დარაჯმა რაღაც საპოხავი დასცხო და თოკები შეხსნა. გაიყვანეთ. უსიტყვოდ წამოდგა ხოჯა მაჰმადი, ქალამნებში წაჰყო ჩაბუჟებული ფეხები. ახლა მაინც თქვი, შენია ეს ნაბადი თუ არა? სულ სხვა კილოთ შეეკითხა ჯანდიერი და თავით ფეხებამდე მოზომა. სუსხად დაუარა ულვაშას თვალმა ნაგვებნა ნადაღ ოსტატს. არა, ხატ საუფიცავ სხვის ნაბადს ვინჩივის, ჩემი ტყავიც აქ ჩავტოვე კინაღამ. კიდევ დაილოცა მეფის სამართალი, უბრალოდ კი დამდაღეთ, ვერაფერშიც გამოგადგებით. აი, ნახოთ, დაღი შეამოწმებს, შავი და თეთრი აბანოში გამოჩნდება. არა მინდა რა, ოღონდ გამიშვით. კარისაკენ ბიჯი რომ დასწრა, საშილა დაეწვა რბილო. უნებურად ხელი მოისვა და გაღებულ კარში გვერდულად გავიდა. ტკივილს ძლია, კიბეზე აიჩქარა. სარანგმა კარი გაუღო და ალი ხოჯა მაჰმადი ციხის გარეთ გაუშვა. სპარსმა ღრმად ამოისუნთქა. მიუხედავად ქვედა ტკივილისა, დიდი შვება იგრძნო. გული ამოვარდნაზე ქონდა. შედგა, სუნთქვა მოიბრუნა და მიმოიხედა. უკვე შუაღამის მამლები ყიოდნენ. ქუჩებში აღარავინ ჩანდა. სახლებშიც მხოლოდ აქა-იქა ბჟუტავდა შუქი. ხოჯა მაჰმადმა ნალეკარის ბინისკენ გაიხედა. იქ ისევ ენთო ბინდბუნდი შუქი. რომ იცოდეს რა დღეში ვიყავ? რას გადავრჩი? ლამის მეც დამჭირდეს ყავარჯენი, ან ჩემმა ბედმა მიხსნა, ან ამათმა ბედოვლათობამ, გაიფიქრა გულშინა მოსულმა ოსტატმა და
ცერი ხელუკუღმად ჩაბურულ დილეგისკენ მიიქნია. მეფის საჯინიბოდან ჭიხვინის ხმა აწვდინა ნაქროლმა. გულს არ უგზნია, მაგრამ თითქოს აქოჩრილი ნადაღარი უფრო აუწვა მრჩეველს. წელში გაიდრიკა, გადაიზლიქა და უნებურად ცას შეაფეთა თვალი. იქიდანაც უამრავი აქოჩრილი ვარსკვლავები თითქოს ნიშნისკებით უციმციმებდნენ. ისევ ჩაღუნა თავი, შალვარი შეიფოლხვა და გვერდულ ძუნწულით თავქვე აბანოსაგენ დაეშვა.